მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. პოდკასტის ჩასაწერის სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა არქიმედეს. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, სოდნის გაზიარებასა და განათლებას. ჩვენი მეგობარია Classroom-G, რომელსაც გაუშვეს ახალი სუპერაპი, სივრცე, სადაც ერთიანდება მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. აპლიკაციაში იპოვეთ საუკეთესო მასწავლებლებს, მომზადებით გამოცდებისთვის და აღმოაჩენთ ყველაფერს სწავლის გარშემო. მითითებულ QR კოდში შეგვიძლია ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, რომელთაც გამოიყენებთ ამ ყველაფერს. ჩვენი პარტნიორია NAMI 8, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. ასევე ჩვენი მეგობარია Shinwood, დღეში ჩაფლული სააგარაკე დასახლება თბილისიდან 23 კილომეტრში. პოდკასტის მეგობარია Parket Studio G, მხოლოდ ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხოლო პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting კომპანია, სრულ სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს ნებისმიერ ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ დღევანდელი თემა ეხება ანტიკურობას და მე მგონი ეს თამაგონა იმანაც რომ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ნოლანის ფილმი ოდისეა და რაღაცნაირად ისე ანტიკურობის მუღამზე მომიყვანა ისე რა ძველი საბერძნეთის და გეთხოვოდა მიწერ მოწერაში ისე მომწერე ხო არ გაცნახიო რომ ჯერ არ მაქვს ნანახი მე თვითონაც მაგრამ აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდეგ განხილვას პოდკასტში იმიტომ რომ მე მგონი ხა ეგ ეპოქალური ფილმია ყველა ვარიანტში როგორც არ უნდა შევხედოთ შესაბამისად ჩვენ ეგეთ ფილმებს ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას პოდკასტის პარტნიორია Shinwood, მიწის ნაკვეთებით ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. საგურამოს მიმდებარედ, თბილისიდან 23 კილომეტრში. კრისტოფერ ნოლანი რასაც იღებს, არა მხოლოდ ოდისეა როა და ანტიკურობა როა, განსაკუთრებულად საინტერესოა. ზოგადად კრისტოფერ ნოლანის ფილმები 80-90%-ით ძალიან საინტერესოა ხოლმე და ჩემთვისაც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და ფავორიტი რეჟისორია. ჩვენი სტუმარია გიორგი უგულავა, რომელიც მოიკითხეს, მე მგონი ამ პოდკასტზე, რომ მწარე პოდკასტში აღარ ისვენო, ხო? და ფეხბურთზე მაინც ალაპარაკეთო და მოვიწვიეთ ისე მწარე პოდკასტში, იცი რა, ჩვენ განთავდა ფეხბურთი და შეიძლება გადმოვეღოთ იქიდან. შეიძლება ახლა, კი, იმიტომ რომ ხა ძალიან დაკავებული კაცია და ხა ესე ადვილი არ არის, ისი გამოჭერა პოდკასტისთვის. თორემ მე რომ მიმიშვას კაცმა სულ ანტიკურობაზე ჩავწერ, იმიტომ რომ რომზე ლაპარაკზე მეტად არაფერი არ მიყვარს აბსოლუტურად, მაგრამ ხო იცით ხა რა ორფეროვნება საჭირო არის რა და შესაბამისად ხან გადაუხვევთ ხოლმე თემიდან. და დღევანდელი თემა პრინციპში ისტორიული პორტრეტების სერია რო გვაქვს, იმაში ჯდება გარკვეულწილად და თანაც ჩემი აზრით არის აი მწარე პოდკასტის იმ მსმენელებისთვის განსაკუთრებულად გათვლილი, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ ამბების მოსმენა, არამედ აინტერესებს იმის მიღმა რა დგას ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება საუბრობთ ხოლმე მაგალითად რომელიმე ისტორიულ პიროვნებაზე, მოვლენაზე და მყვებით იმის შესახებ რაღაც ამბავს, ხო, ჯერ სად დაიბადა, როგორ გაიზარდა, მე რას აკეთებდა, სად ილაშქრა შემდეგ, მაგრამ დღეს ცოტა შინაარსობრივ მხარეზე ვიქნებით ორიენტირებულები და ერთმანეთს შეუპირისპირებთ ძველი სამყაროს ორ უდიდეს ისტორიკოს ისტორიის მამას პირველ რიგში ჰეროდოტეს და თუკიდიდეს, რომელსაც აღწერილებს პელოპონესის ომი და რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა არის იმ თვალსაზრისით, რომ დღემდე პოლიტიკურ თეორიაშიც კი თუკიდიდე ითვლება ერთ-ერთ ნიმუშად და ისწავლება. თუკიდიდეთ ისტორიის მამა, ოღონდ ითვლება ის სამეცნიერო ანალიტიკური ისტორიის მამა და ჰეროდოტე და თუკიდიდე არ არის ეს მხოლოდ ორი ისტორიოგრაფოსი, როგორც ეძახით ხოლმე, ხო, ისტორიის მწერალი კაცი, ეს არის ბერძნული სამყაროს აღქმის ორი სხვადასხვა პოლუსი, ორი სხვადასხვა აღქმა, როგორ შეიძლება შეიმეცნოს სამყარო და როგორ შეიძლება ამ სამყაროს შესახებ გადმოსცეს. თან ახლო-ახლოში ხდება ეს ყველაფერი, ხო? ეხლა ანტიკურ სამყაროსთვის წარმოგიდგენთ რა მცირე დაშორება არის ჰეროდოტესა თუკიდიდეს შორის და რამდენი რამე შეიცვალა მაინც ამ პერიოდში საბერძნეთისთვისაც თუნდაც. იმიტომ რომ ორი საერთოდ სხვადასხვანაირად აღქმული ისტორია. ოღონდ ეს არ არის ისტორიული რეალობა, რომ პატარა თუკიდიდე მიდიოდა და დაინახა ჰეროდოტე, რომელიც წარმოთქონდა სიტყვას. მე ამჯერა და ისევ ეს უფრო მეტად ლეგენდაა, მაგრამ ისეთი შთაგონებული დარჩა. ოღონდ ეს ჰეროდოტეს სიტყვა იყო ამონარიდი მისი ტექსტიდან. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ბერძნებს ანუ ტექსტის გავრცელება უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე ზეპირიქსით. ჰომეროსის პოემებიდან დაწყებული
ამ ტექსტის ხმამაღლა დეკლამაციური შესრულება ეს არის ბერძნული ლიტერატურის გავრცელებისთვის ყველაზე უფრო ისეთი მისაღები და მარტივი ფორმა. ოლიმპიადებზე თუ კითხულობდა ხოლმე. ოლიმპიადებზე, დიონისიაკებზე, ანუ ბერძნული სოციალური ცხოვრება, ეს იქნება დღესასწაული თუ დატირება, ანუ სადაც ბერძნები ბევრნი ერთად იკრიბებიან და მათ შორის აგორაზე და ეს ერთად შეკრებითობა სოციალურ სივრცეში არის ერთ-ერთი ისეთი ძირითადი ბერძნული მონაპოვარი. ამას მუდამ ეხლა ჩვენთან რაღაც კაფეში რო შედიხარ და მუსიკა ახლავს თან, ხო? იქ ეს არის ამის ცოცხალი შესრულება, არის აედების ინსტიტუტი, რომლებიც ჰომეროსის ილიადაც ასე იწყება, ხო? რაღაც აედისადმი მიმართვით. და ანუ ზეპირად გავრცელება ტექსტის არის ძალიან ბუნებრივი ფორმა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი საკითხია, არ არსებობს ეს ქარხნული ბეჭდვა წიგნების და ნაწარმოებებს წიგნი არ იქნება სახლში საღამოს ჩაიზე დასაკითხად. უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს ცალკეული ეგზემპლარები და ამით თანახმად თუ კიდეს ინსპირაცია იყო ჰეროდოტე, რომელიც ამონარიც თავისი ნაშრომიდან კითხულობდა და განავითარა იქიდან. ხო, იქიდან განავითარა. თუმცა ისევ და ისევ ეს რაღაც ის ლამაზი ჩანახატი არის, ვიდრე ისტორიული. თუმცა რამდენად თანამედროვე არის მისი რო შესაძლებელი თუ იყო ეს ამბავი. თანამედროვეები არის და ორი სხვადასხვა თაობა. ჰეროდოტე არის პირობითად რო ვთქვათ, ბერძენ სპარსელთა ომების თაობა, მისი პიროვნება ჩამოყალიბება, ანუ მოესწრო უფრო გვიანდელ ეპოქასაც 30-იან წლებსაც, მაგრამ ძირითადად ის მაინც დიადი 50 წლეული, რასაც ქვია, ეს არის ბერძნული კულტურის აბსოლუტური აღმავლობის პერიოდი. როცა ჩვენ საუბრობთ ბერძნულ კულტურაზე, სულ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის ძირითადად ათენური კულტურა. საბერძნეთი არაცერთ შემთხვევაში არ არის ერთიანი სივრცე, ეს არის ძალიან განსხვავებული გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, კულტურულად ბერძნული პოლისების სისტემა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში და ხშირად არიან ურთიერთდაპირისპირებულები და ბერძენ სპარსელთა ომების უდიდესი ნაწილი ეს არის ათენურ სპარსელთა ომები. 490 წლის გამარჯვება არის სრულად ათენელთა წყალობით მიღწეული მარათონის ბრძოლაში, ძირითადად 90. იმის შემდეგ უკვე მარტო ათენის და დელოსის ლიგა იყო. დელოსის ლიგა იყო და სპარტელებმაც ახლა მაგალითად პლატიას ომის სპარტელებმა მოიგოს და სალამისთანაც იყვნენ პელოპონესოსელების ფლოტი, მაგრამ ამ ომით ყველაზე მეტად იხეირა ათენმა. ათენი იქცა კულტურის ცენტრად, იქცა ლიტერატურის ხელოვნების ცენტრად და ყველა ეს ჭკვიანი, გონიერი თუ გენიალური ხალხი ერთად იყრის ათენში, რომელიც არ არის ძალიან დიდი. ანუ იმდროინდელი მეგაპოლისია, სადღაც 200 თანამედროვე გამოთვლებით 200-300 კაცი იყო, მონების, მეტოიკოსების, ყველა, ანუ არა მხოლოდ მოქალაქე ქალაქიც და იმის მთელი ის. რა თქმა უნდა, ქალაქი ეს არ არის მხოლოდ ურბანული ნაწილი. რა თქმა უნდა, ქალაქი ეს არის იქვე რომასთან ახლავს დასახლებები, სოფლის ტიპის დასახლებები, ზოგადად პოლისიც ხო არ არის, მაგრამ აუცილებლად რაღაც ურბანული ნაწილი. და შესაბამისად ისე ჰეროდოტესა თუ კიდეს შეხვედრის ალბათობა იქ რო ცხოვრობდა დადიხარ ძალიან დიდი ალბათობა სტუდენტებთან ვყავდო ხოლმე რომ შეიძლება გახვიდე და რაღაცა შეხვდე პლატონს, გაიარო რაღაც 500 მეტრი შეხვდე ევრიპიდეს, გაიარო 500 მეტრი შეხვდე რაღაც ქსენოფონს, ანუ კვადრატულ მეტრზე გენიალური ხალხის პროპორციით ალბათ ყველაზე ისეთი ცნობილი თან დემოკრატია ათენი რა, ეხა იმ დროის ეხა გასაგებია რომ ის ანტიკურ ხანაზე ვსაუბრობთ, ხა ანტიკურ დემოკრატია პრინციპში. ათენი მონათმფლობელობაც არის ყველაფერი, მაგრამ თვითონ ქალაქის მართვის სისტემა, იქ აბსოლუტურად როგორ ხდება ადამიანების გაძევება, უსტრაკიზმის წესი, არჩევა და ასე შემდეგ არსებობს ათენში. პირდაპირ დემოკრატია, ანუ მთავარი მმართველობითი ორგანო ეს არის სახალხო კრება, ეს ნიშნავს, რომ ათენის მოქალაქეები ანუ მოქალაქეებში იგულისხმება მოქალაქეობის უფლების მქონე პირები და არა მით ცხოვრობენ ათენში, იკრიბებიან სახალხო კრებაზე და იქ იღებენ პირდაპირი კენჭისყრით, თან ამასთან ახლავს რაღაცა გამოდიან ორატორები, არწმუნებენ რაღაცა თავისი ხედვების მართებულობაში. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ერთ-ერთ კაცზე, პერიკლესზე, რომელიც თუ კიდეს ერთ-ერთი მთავარი გმირია ნაშრომის და პერიკლესი იყო ყველაზე ისეთი სწორუპოვარი ამ საკითხში, რომ მუდამ დაერწმუნებინა თავისი ორატორული უნარებით, თავისი ინტელექტით, იყო ნამდვილად ძალიან ჭკვიანი კაცი, მუდამ დაერწმუნებინა ათენელები მისი გადაწყვეტილების მართებულობის. ანუ ისინი კენჭს უყრიდნენ და თუ კიდეს ეკუთვნის, ახლა ჩვენ ალბათ ჰეროდოტეთი დავიწყებთ, მაგრამ თუ კიდეს ეკუთვნის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა, რომელიც ამბობს, რომ სიტყვით ეს იყო დემოკრატია, მაგრამ საქმით ერთი კაცის მმართველობა, ანუ პერიკლესის გავლენა დემოკრატიულ სისტემაზე იმდენად დიდი იყო, რომ პრინციპში 30 წელი ათენი მიყვებოდა მას. ეს იყო სახალხო მმართველობა, მაგრამ ამ მმართველობაზე და ხალხზე პერიკლეს უდიდესი გავლენა ჰქონდა.
ხო, არა, რაღაც პერიოდის მანძილზე ფაქტობრივად პერიკლე აბსოლუტურად დომინაცია ჰქონდა, ხო, ათენში და მძიმში პელოპონესის ომიც რო დაიწყო, გარკვეულწილად აი ათენის მის მიერ ათენის გაძლიერება ერთ-ერთი მიზეზი იყო, ხო, მაგ ყველაფრისა, იმიტომ რომ ათენი ამ დელოსის ლიგაში აბსოლუტური უძლიერესი იყო და ის ყველა ქვეყნებშიც ახდენდა ზეგავლენა სხვა პოლისებზეც, მე იმათ პრეტენზიებიც კი ჰქონდათ ამაზე, იმიტომ რომ ბერძნებს თავისუფლების თავისებური აღქმა ჰქონდათ, ხო, რომელიც მაგალითად არ ეგუებოდნენ ერთი პოლისის მეორეზე გავლენას ხოლმე და ეს უარყოფითად აღიქმებოდა მთელ საბერძნეთის მასშტაბითაც. დამოუკიდებლობის აღქმაც, ანუ ბერძენ-სპარსელთა ომებმა, რომელსაც ჰეროდოტესი აღწერს, ანუ ჰეროდოტეს ნაშრომის მთავარი თემა არის ბერძენ-სპარსელთა ომები. ოღონდ ეს არის სამყაროს უნივერსალური ისტორია. აქ არის მთელი სამყაროს ისტორია მოცემული და ბერძნების და სპარსელების ომები ეს არის ძირითადი ხაზი, რომლის გარშემოც ეს მთელი სამყაროს ისტორია არის აკინძული, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება თუკიდიდეს და აი რასაც შენამბობ პერიკლესისა და მის დამოკიდებულებას. ათენმა მაქსიმალურად იხეირა ამ ომებით. ამ ომებში ათენი შევიდა როგორც ერთ-ერთი დიდი ძალა, ერთ-ერთი გავლენიანი პოლისი ბერძნული სამყაროს და ამ ომებიდან გამოვიდა როგორც ბერძნული სამყაროს დომინანტი, ჰეგემონი, მას ძალიან ძლიერი საზღვაო ფლოტი ყავს და ბერძნული სივრცე ზღვით უკავშირდება ერთმანეთს. ანუ ათენს მიესწრება ყველგან, ანუ ამ ბერძნული სივრცის ყველა კუთხეში. ძალიან ცნობილია პერიკლესმა შავ ზღვაშიც კი ილაშქრა, მაგალითად თრაკიაშიც ჰქონდათ რაღაც კოლონიები და ეს კი, სინოფშიც იყო და სავარაუდოდ ამისოსშიც იყო, ანუ დღევანდელი თურქეთის სანაპიროზე. ანუ ათენს აქვს ამის უნარი, რომ ძალიან ფართოდ განავრცოს თავისი გავლენები. და პერიკლეს ეკუთვნის ეს კონცეფცია, მისით იწყება ის იყო ესეთი კაცი ეფიალტესი, რომელიც მოკლეს და პერიკლესის და ეფიალტესის რეფორმებით იწყება ეგრეთ წოდებული რადიკალური დემოკრატიის ხანა. ანუ ათენის დემოკრატია არ შექმნილა ერთ დღეში, ხო? იყო რაღაცა კლისთენესის რეფორმები ჯერ კიდე მე-6 საუკუნის ბოლოს, მერე თემისტოკლესი იყო, რომელმაც დემოკრატიზაციის შემდეგი ტალღა წამოიწყო და ბოლო და ისეთი გადამწყვეტი ეტაპი ეს არის პერიკლეს ეფიალტესის რეფორმები. და ათენს სულ აქვს ეს შიდა ბრძოლა, ანუ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა გინდა თუ არა აუცილებლად პროდემოკრატიული ათენში. თვითონ ათენის გეოგრაფია ძალიან საინტერესოა, გულისხმობ პოლის ათენს, აი რა შენ სწორად შენიშნე, რომ პოლის ათენი არ არის მხოლოდ ურბანული ნაწილი. აქ შედიან ესეთი მსხვილი მიწისფლობელები, რომლებიც არიან უფრო ესეთ არისტოკრატული მიდრეკილებების მქონე და სპარტისგან მხარდაჭერილი ზოგი. პროსპარტელები და ეხლა ვიტყვი კაცის სახელს კიმონს, რომელიც იყო ამ პერიკლესის ერთ-ერთი კონკურენტი. აქ შედის აი პორტის ნაწილი, ზღვაოსნები, ხელოსნები, ვაჭრები, რომლებიც ზუსტადაც რო ძალიან დემოკრატიულები არიან და დღეს რო გადახედავ პართენონისგან დაუშვათ პირეოსის პორტი და ზღვა ჩანს როგორც ქალაქის ნაწილად და მაშინ ესე არ იყო. ხო, ცალკე იყო ეს. ცალკე იყო, ანუ თემისტოკლე იყო ის კაცი, ვინც პირეოსის პორტის, დღეს რო პირეოსის პორტი ქვია, მისი მშენებლობა დაიწყო და ქალაქის ნაწილად აქცია, მაგრამ პირდაპირ არ უკავშირდებოდა. ანუ მაინც გარეუბანი იყო პორტის. მე გალავანი გაიყვანეს, ხო რომ დააკავშირეს ერთმანეთს ათენი და გალავანი გაიყვანეს, ეს ხალხის სპარტელებს ძალიან არ მოსწონდათ, იმიტომ რომ როგორც კი თემისტოკლესმა დაიწყო გალავნის მშენებლობა, ეს იყო ძალიან ანტისპარტული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა, რომ თქვენ ჩვენ ხმელეთიდან ვერ შეგვაწუხებთ და ზღვაზე ჩვენი მომრევი არავინ არ არის. და ასევე არიან ესეთი წვრილი მიწათმფლობელები ათენში, ანუ ეს არის ხალხი, რომლებიც უშუალოდ ქალაქში არ ცხოვრობენ, მაგრამ არიან მოქალაქეები, აქვთ ხმის უფლება, უფრო ესეთ აგრარული ტიპის ათენურ გარეუბნებში ცხოვრობენ და ეს ხალხიც არ არის მთლად ყველაზე უფრო დემოკრატიულად განწყობილი. ამიტომ ეს შიდა ბრძოლა ათენისთვის არის ძალიან სახასიათო. პირველი დიდი ტალღა იყო, როცა თემისტოკლესი და არისტიდესი ებრძვიან აი ამ ორ სპარსულ ლაშქრობებს შორის და ეს არის უფრო მეტად დემოკრატიის და ეხლა არ ვიტყვი ესეთი ცოტა უფრო არისტოკრატული განწყობების მქონე ორი პოლიტიკური დაჯგუფების ბრძოლა და ათენს ახასიათებს ეს ძალიან მღელვარე პოლიტიკური პროცესი. ბოლოს თვითონ თემისტოკლესმა თავის სპარსეთის იმპერიაში დაასრულა საკუთარი ცხოვრება. არისტიდესი და განდევნილი იყო უსტრაფიზმის. არისტიდესი განდევნილი იყო. მიუტიადესი, რომელსაც მარათონის ბრძოლა მოიგო, არც იქამდე უყვარდათ, არც იმის შემდეგ. ზუსტადაც იმიტომ, რომ ცოტა არისტოკრატული წარმოშობა ჰქონდა და ისეთი კაცი იყო გავლენიანი. ანუ ეს პოლიტიკური პროცესის მღელვარება არის ძალიან ათენური მონაპოვარი და ძალიან ბევრი შეწირვია დიდი ათენელი აი ამ შიდა პოლიტიკურ მათ შორის თუკიდიდეც. მათ შორის
უკიდდეს და ამაზეც ვიტყვით და მეორე თაობის უკვე ათენელები, რომლებიც ერთმანეთს ესე შინდან დაპირისპირებაში ებრძვიან, ესენი არიან კიმონი და თემისტოკლე. და კიმონი ეს არის უფრო პროსპარტელი, უფრო არისტოკრატული და მიიჩნევს, რომ ათენი და სპარტა ერთად უნდა განვითარდნენ. ანუ ათენის და სპარტას განვითარება არის ბერძნული სამყაროს განვითარების მოდელი. და მის შვილს ერქვა ლაკედემონიოსი, ანუ თავის შვილს ისე უყვარდა სპარტელები, რომ თავის შვილს კახეთიან ქართლიორი დაარქვა შვილს, ლაკედემონი დაარქვა. ათენელმა კაცმა. და ჯერ თემისტოკლე და თემისტოკლეს აქვს ეს კონცეფცია ჩვენ რა ვახსენეთ, რომ ათენი უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი საზღვაო ქალაქი, ანუ მას არ უნდა ჭირდებოდეს ბერძნულ სამყაროში სხვა მოკავშირეების ძებნა, ეს უნდა იყოს დომინანტი, ლიდერი, ჰეგემონი პოლისი. და თემისტოკლესმაც დათმო პოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ ეს ახალი თაობის ლიდერები, მათ შორის პერიკლესი, მათ აქვს ეს კონცეფცია, რომ დელოსის ლიგა და ძალიან ცნობილი სიტყვა თუ კიდე გადმოგცემს სხვადასხვა მაგ სიტყვის შესახებ, რომ დელოსის ლიგა არის ათენის გარშემო შექმნილი. ის მიმართავს თავის მოქალაქეებს, ათენელებს, რომ რატო ეს ფული რატო იკრიბებოდა დელოსში, ხო? რომ ნეიტრალური ადგილი არის. დელოსი არის პატარა კუნძული, დღესაც რო ჩახვიდეთ, იქ არაფერი ბევრი არ გხვდებათ, მაგრამ ყოველთვის როცა ჩვენ რაღაცა ნეიტრალურობაზე და თანაბრობაზე ვსაუბრობთ კოალიციაში, ჯობია რომ შეკრების ადგილი, გაერთიანების ადგილი იყოს შედარებით ნეიტრალური პუნქტი, სადაც ახლა ათენში თუ ჩამოიყვანეს შენი მოკავშირეები, ესე კი შენ ხარ, ხო? ლიდერი და ჰეგემონი. და დელოსის ლიგა ამიტომ ქვია, რომ რეალურად ათენის ლიგა არის. და ამის ბიუჯეტი საკმაოდ შთამბეჭდავი, თან მე მგონი იყო რაც 500 ტალანტამდე, ძალიან დიდი ფულია იმ დროინდელი, 460 როგორც მახსოვს, დელოსში ინახებოდა. მაგრამ როგორც კი ათენური ფლოტი მარცხდება სპარსელების ფინიკიურ ფლოტთან, როგორც ეს ხდება ეგვიპტეში. პერიკლესი ამ რაღაც ექსპედიცია რო წადეს. ექსპედიცია წადეს. ანუ ათენი ერთი პერიოდი ისეთი დომინანტურია, რომ იქ სპარსელების იმპერიას იქით ავიწროვებს, ხო, ეგვიპტეში აჯანყებას უჭერს მხარს, ცდილობს კვიპროსი წაართვას, ანუ ბერძნული სამყაროს იქითაც ცდილობს გაფართოებას. და პერიკლესი ამას ძალიან კარგად იყენებს, ამბობს, რომ დელოსზე არსებობს თავდასხმის საფრთხე, ამიტომ ჩვენ ამ პატარა კუნძულზე ხო ვერ დავტოვებთ ამ ხელა სიმდიდრეს და გადმოაქვს ეს ბიუჯეტი ათენში. როგორც კი ეს ბიუჯეტი გადმოაქვს ათენში, ათენი და ეს არის პერიკლესის კონცეფცია, ათენი იწყებს და ეხლა ჩვენ მსმენელმა რო არ გაგვიგოს რომ გავწვდით εμას, არ გავწვდით. ეხლა ჩვენ საუბრობთ ზუსტად იმაზე, რასაც გვიყვება თუკიდიდე და როგორ მივედით პელოპონესოსის ომამდე. ჰეროდოსაც დაუბრუნდებით. და ესეთი კონცეფცია აქვს პერიკლეს, რომ ათენი ეს არის დომინანტი, თავის მოქალაქეებს მიმართავს, რომ ეს ხალხიო, ანუ და სხვა პოლისები ფულს იხდიან უსაფრთხოებაში და ჩვენ ვართ ამ უსაფრთხოების გარანტი. შესაბამისად თქვენ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება ანგარიში ჩავაბაროთ, უსაფრთხოებას ხო თქვენ იღებთ. ფული გადაიხადეთ და ამ ფულს ჩვენ რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ. და ზუსტად პერიკლესის ეპოქაში იწყება ეს აკროპოლისის კომპლექსის, მათ შორის პართენონის ტაძრის მშენებლობა. დღესაც ათენში თუ ჩახვალთ, ეს არის მთავარი სანახაობა და ძალიან დიადი სცენაა. ყველა წერტილიდან ათენიდან ჩანს ეს პართენონის ტაძარი. და ეს აშენდა მოკავშირეებისთვის წარქმეული ფულით, რომელიც პერიკლესმა ექსპროპრიაცია მოახდინა, ხო, ჩამოართვა და გაუშვა მშენებლობებში, რომ ჩვენ გიცავთ, თქვენ იხდით და ეს ფული სად მიდის, უკვე თქვენი საქმე აღარ არის. და აქედან უკვე ეს პერიკლესის პოლიტიკა, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი, აქედან უკვე ერთი ნაბიჯია სპარტასთან დიდომამდე. ანუ იმ პოლიტიკურმა ბლოკმა, იმ პოლიტიკურმა ხედვამ, რომელსაც მაგალითად კიმონი განასახიერებდა, ხო? და რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი მომავალი არის სპარტასთან თანამშრომლობაში, სპარტასთან რაღაც ალიანსში მოლაპარაკებაში. ამ ხედვამ ხალაჭერა ვერ ჩაილურცალე და ლევ. ხალაჭერის მაგ არის ძალიან საინტერესო მომენტი, ძალიან დაუფასებელი 464 წლის მიწისძვრა სპარტაში. ანუ 400 ეს არის ოქროს მომენტუმი ათენისთვის, სპარსელები ხო დაამარცხეს და სპარტას დიდი მიწისძვრა და დიდი ნგრევა აქვს და სპარტა სულ ბომბზე ზის, ხო? ეს ჩვენ მსმენელთანაც გვითხოვს, იმიტომ რომ ეს არის არაბუნებრივი პროცესი, ცოტა დაიმორჩილა ბევრი. ანუ სპარტული სისტემა რატო აქვს ამ ხალხს ეს მილიტარიზაციის აუცილებლობა?
ცოტა სპარტელები იმორჩილებენ მაგრამ შეიარაღებულები ხო უკეთესი მებრძოლები ანუ ერთმა უნდა დაგამარცხო პირობითად 3 თუ 4 თუ 5 ხა ზუსტი პროპორცია არ ვიცით და ეს დიდი მიწისძვრა არის ძალიან სახიფათო სპარტასთვის იწყება მესამე მესენიური ომი ანუ ეს დამორჩილებული მესენიელები ჯაყდებიან სპარტას წინააღმდეგ და სპარტას რამდენიმე წელი აქვს ძალიან დიდი შიდა პრობლემა ანუ აღარ სალია ბერძნულ სამყაროში დომინანტურობის დომინაციისთვის და ათენისთვის ეს არის ოქროს მომენტი, იმიტომ რომ სპარსელები დავამარცხეთ. სპარტას თავისი პრობლემები აქვს. ზუსტად ამ პერიოდში ათენი იწყებს არგოსში მაგალითად და ჩვენ რო წარმოვიდგინოთ საბერძნეთის გეოგრაფია, ათენი არის ცენტრალური საბერძნეთი, ატიკა. არგოსი პელოპონესია. არგოსი არის პელოპონესი, ან ნახევარკუნძულია, რომელიც დანარჩენ სამყაროს უკავშირდება ძალიან ვიწრო ხმელეთის ზოლით. ისთმოსის ყელით, იგივე კორინთოსის ყელით. და სპარტასთვის ეს პელოპონესოსი არის წმინდათა წმინდა. ანუ იმის იქით ქვაქვაზე არ დარჩენილა. ფილიპე მაკედონელს რო ეუბნებიან, რომ ის რო თუ მოვედიო და განგრევდო. თუ რომ მზერე. ესენი თუ რატო არიან ესეთ გულზე, იმიტომ რომ ის ისთმოსის ყელი ძალიან რთული გასავლელია. და ათენი უკვე თავისუფლებას აძლევს რომ პელოპონესოსზე სპარტას ყურის ძირში დაიწყოს სპარტას კონკურენტების არგოსის გაძლიერება. და არგოსი თავისთავად აი ჩვენ როცა ვამბობთ მიკენური ეპოქა, მიკენი მდებარეობს არგოსში. ანუ არგოსი სპარტამდე იყო დომინანტი პოლისი. ანუ მოკლედ ამბიციის მქონე ძლიერი პოლისი მოძებნა ათენმა და დაიწყო მისი ხელის შეწყობა. ანუ ფაქტობრივად თუ გადავიყვანთ აი მიკენურ ხანაში, მიკენი და სპარტა ხო ჰომეროსთანაც ეგრეა, რომ სპარტა არის რაღაც უმცროსი ძმა არის რა. იქ უმცროსი ძმა, მაგრამ სადღაც 700-იანი წლებიდან დაახლოებით როლები შეიცვალეს. მაგრამ აქაიაც მანდარი ასე აქაია უფრო მცირე არის ხო აქაიას არ აქვს იმისი რესურსი რომ სპარტას კონკურენტი იყოს აი მე აქაიის კავშირი არსებობს სპეციფიკური აქაიის კავშირი და მე ხო უკვე ელინისტური ხანის რეალობა არის მაგ დროს იტალიის და აქაიის კავშირები ხო მაგ დროს ეს არის პერიოდი როცა უკვე ათენმა და სპარტამ აი მომში რომელსაც თუ კიდეს აღწერს ერთმანეთი შეიწირეს ხო ერთმანეთი შეჭამეს ხო და სხვათა შორის ეს ჩანს მაგალითად ბერძნულ დრამაში ძალიან საინტერესოა რომ 460-იან წლებში ესეთი მოტივები ჩნდება რომ არგოსელი კაცი ორესტეაში გარბის ათენში იქ რომ სამართალი ნახოს ანუ მოკლედ ათენი ძალიან შორს წავიდა რა სპარტას ყურის ძირში დაიწყო პელოპონესოსზე მისი გავლენის შემცირებაც და პერიკლესი არის ამ ხედვების ავტორი, ამ პოლიტიკის ავტორი და ის ომი, რომელსაც ბერძნული სამყაროს დასასრული მოყვა და რომელსაც აღწერს თუკიდიდესი და მისი მთავარი თემა არის, ეს ომიც ამ ომამდეც ბერძნული სამყარო აი ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ლოგიკურად, ძალიან თანმიმდევრულად მივიდა. ხო და სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა მანამდე იყო ის დიდი მოვლენა რამაც აი სპარტა და ათენი ესე გამოუკვეთა საბერძნეთში ხო ეს იყო ბერძენ-სპარსელთა ომები მიუხედავად იმისა რომ ესენი უკვე საკმაოდ ძლიერები იყვნენ მაგ დროისთვის და თავარი ძალაც ეგ უნდა ყოფილიყო ვინ წინ აღუდგებოდა სპარსეთს მაგრამ აი ამ ომმა ჩააცემენტა რაღაცა ორ ჰეგემონური საბერძნეთი რომელშიც ერთში სპარტა დომინირებდა და პელოპონესი იყო ძირითადად და ცენტრალურ ნაწილში ნუ ათენი იყო კონკურენტო ამ შემთხვევაში არსებობდა ნუ ბეოტეში თებე მაგალითად იგივე, მაგრამ იმ მომენტისთვის თებე ჯერ კიდე არ იყო ისეთი გაძლიერებული, რომ ამათვის პრობლემა შეექმნა. მე გვიან კი გაძლიერდა შედარებით. როცა ეს ორი დასუსტება, მე თებეს სადღაც 20-30 წელი. ეპამინონდასი რო ყავდათ, დიდი ფედერთავარი, ლისანდრო ეს პელოპონესის ომის შემდგომ, როცა სპარტელებსაც ამარცხებენ უკვე ისინი. ხო, ეგ არის აბსოლუტური შოკი. მეთაურობით, ხო. ლევტრას ცნობილი ბრძოლა. როცა ეს ბერძნული ფალანგა ირიბი რო შექმნეს, ხო? არაპირდაპირ განალაგა. ხო, აი ჰეროდოტესზე და ზოგადად ერთი კითხვა უნდა დავუსვათ აუცილებლად, იმიტომ რახან ბერძნებზე ვლაპარაკობთ, რომ ზოგადად ჩვენ ჰეროდოტეს ვიზახით ისტორიის მამას. ანუ პირველი რომელმაც ესეთი ისტორიული თხზულება შექმნა. მაგრამ საინტერესო რა არის, რატომ მაინც და მაინც ბერძნები? რატომ დაიწყეს ისტორიის წერა ბერძნება და რატომ არის ისტორია ზოგადად დასავლური ფენომენი? ამით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ჩანს რომ დიდი ხანი ერთმანეთს არ შევხვედრილ ვართ და როგორც გვინდოდა ანტიკურობაზე ლაპარაკი. საიტიკენად რო წაიღებს ხოლმე, წაგვიღო. ამ კითხვას აქვს რამდენიმენაირი პასუხი და ეს არის ძალიან სიღრმისეული და სოფხედველობითი საკითხი. პირველ რიგში ის რომ ისტორიის, ანუ სამყაროს ანალიტიკური აღქმა არა მხოლოდ ისტორია. ზოგადად სამყაროს აღქმა ანალიტიკურად ეს არის ბერძნული
ფენომენი და პრინციპში ყველა ძირითადი მეცნიერება, ხო? ანუ ყველა თუ არა, ბევრი ძირითადი მეცნიერება ბერძნულ გარემოში ჩამოყალიბდა. ფილოსოფია, ზოგადად სიბრძნის სიყვარული, ხო? გეოგრაფია თუნდაც, ხო? ანუ ისტორიამდე ჩვენ გვაქვს მაგალითად ეს გეოგრაფოსებს რო ვეძახით სიტყვაზე, ჰეკატეოსი, რომლებიც მილეტელი, ხო? ხო, არ ახდენენ ანალიზს რატო მოხდა, მაგრამ მაგაც გიყვებიან, უკან სამყარო როგორი აინტერესებს. ეს ერთი. მან არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც აი ამ ბერძნულ სამყაროს აყალიბებს. ეს არის კოლონიზაცია, ბერძნული კოლონიზაცია. კოლონიზაცია არ უნდა გავიგოთ თანამედროვე ტიპის კოლონიზაცია. ეს არის დიდი ბერძნული მიგრაცია, როცა ბერძნული სამყარო იმ კონტინენტური საბერძნეთიდან ვითარდება ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზში. ანუ ბერძნებს უნდათ არ უნდათ უწევთ რა გარე სამყაროს შემეცნება, გარე სამყაროს აღქმა, გარე სამყაროს აღქმა იმ პერსპექტივიდან რომ მე როგორ შემიძლია ის ავითვისო, ეს გარე სამყარო განსხვავებულია. კოლხეთი, ყირიმი, ეგვიპტე, სიცილია დაუშვათ, ანუ ის სივრცეები სადაც თანამედროვე საფრანგეთსა და ესპანეთის ტერიტორიაზეც კი. ანუ ყველა ეს სივრცე სხვადასხვა არის. ანუ შენ ეგვიპტის სანაპიროზე აშენებ შენ პოლის თუ აარსებ შენ პოლის ფასტიში აარსებ ეგრე მდინარე რიონთან თუ თურქეთში, თურქეთის სანაპიროზე განსხვავებულ რეალობასთან გიწევს შეხვედრა. ანუ ბერძნებისთვის აი ეს სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ერთი. მეორეც ბერძნებს აქვთ მეს პერსპექტივიდან, ანუ აი ძველ აღმოსავლურ სიტყვაზე რაღაც ეგვიპტურს დაუშვათ მსოფლმხედველობას არის უფრო მეტად კოლექტიური, უფრო მეტად დოგმატური და უფრო მეტად უძრაობაში, სამყაროს უძრაობაში აღიქვავს შენს თავს. ანუ სამყაროს აქვს ეს ღვთაებრივი დეტერმინიზმი, ანუ ღმერთებმა რაღაცა განსაზღვრეს. დაუშვათ ფარაონის, ეს არის უფრო ეს აღმოსავლური ფენომენი. ფარაონის მმართველობაც ეს არის ღმერთების პირდაპირ ლეგიტიმაციის საკითხი. ანუ ღმერთმა დაგვისვა ის ფარაონმა. ფარაონის ღმერთია ფაქტობრივად. ფარაონის ღმერთია. მის წინააღმდეგ წასვლა არის ღვთაებრივი წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრება. მაგალითად ასურეთის იმპერიაში გვაქვს ხო თითოეული მმართველი რაღაცა აშურს ღმერთ აშურს ემორჩილება. ანუ აღმოსავლურ ტექსტებში არ არის ისტორია, მაგრამ გვაქვს ტექსტები, ხო, რაღაცებს ხეთური ტექსტები. როცა კითხულობ, თვალში ხვდება, რომ ისინი ყველაფერს აღწერენ ღვთისნებით. ღმერთმა გამაკეთებინა. ისედაც მეც გვიანდელ პერიოდში, შუა საუკუნეებში, მეც კი აღმოსავლური ყოველთვის მაგ პერსპექტივიდან რელიგიებიც უფრო მაგ ფორმის არის, ხო, მონოთეისტური, რომელშიც აი უზენაესი ერთი ფიგურა არსებობს, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავს დანარჩენს. ყველაფერს აწესრიგებს. ანუ აღმოსავლური მსოფლმხედველობა აი ამ ერთიანი ღვთაებრივი წესრიგის შიგნით ვითარდება და აღმოსავლელ ადამიანს ანუ ისტორია რა არის? პირველი ყველაზე მთავარი კითხვა ისტორიაში არის კითხვა რატო? და ანუ აღმოსავლურ ტექსტებში ხანდახან ჩვენ გვაქვს რა, ანუ გიხსერენ, ანუ ისეთი ანალისტური ტიპის ჩანაწერებია და უბრალოდ რაღაცა ეპიგრაფიკულ ჩანაწერში ამბობს, რომ მე ხეთების მეფემ დავლაშქრეს, გავანადგურე, ავიღე. ამდენი თქო წამოვიყვანე რაღაცა. რას გეუბნება, მაგრამ იქ არ არის კომპონენტი რატო. რაც არის ისტორიისთვის ყველაზე ამოსავლელი. რატო მოხდა ეს? და აი ეს რა არის აღწერილი და ახსნილი აუცილებლად ღვთაებრივი წესრიგით. მომიწოდა ღმერთმა, ან ღმერთმა დასაჯა ჩემი მეტოქე, ან მე ღმერთმა გადმომხედა და ამდენი ტყვე წავიყვან. ბერძნული აღქმა და ზოგადად ბერძნული სამყარო პირველ რიგში არის ძალიან ინდივიდუალისტური, რატო? ზოგადად აი ძალიან ძველ უძველეს ეთნომენტალობას მაინც გეოგრაფია განსაზღვრავს ხოლმე. ანუ ადამიანზე მის გეოგრაფიულ გარემოს ძალიან დიდი გავლენა აქვს. ბერძნული გარემო არის ჩამოყალიბებული ჯერ ბერძნებს გეოგრაფიულად, ეს არის ათასობით და ასობით კუნძული. ათასობით კუნძულია, მაგრამ დასახლებული ასობით არის. თვითონ კონტინენტური საბერძნეთი ეს არის მთაგრეხილიანი, სადაც ძალიან რთული არის რაღაც ერთიანი სისტემა აშენო. ანუ პოლისური სისტემა ჯერ კიდევ რაღაცა მიკენურ ხანაში ბერძნებისთვის და ანუ ეს დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების სისტემა ეს არის მათი გეოგრაფიულ ბუნებრივი მოცემულობიდან განისაზღვრება. ანუ შესაბამისად ბერძენი გინდა არ გინდა ძალიან უფრო ინდივიდუალისტურ და არა კოლექტიურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ადამიანად. მეორე და ამ რეალობას რაც განსაკუთრებით აყალიბებს ეს არის კოლონიზაცია, იმიტომ რომ შენ საერთოდ ამ შენს რეალობაში ხო ამ პოლისურ სისტემაში, ანუ ქალაქ-სახელმწიფო სისტემაში ყალიბდებოდი და ეხლა შენ წარმოედგინე რომ ამის დაარსება გიწევს აბსოლუტურად განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში. შენ როგორც კი ჩადიხარ, იქ შენ გიწევს სამყაროს ანალიტიკური შეცნობა. გინდა არ გინდა ეს ვალდებულება გაქვს. ანუ გარკვე რა ხდება? ანუ ეს არ ყოფილა ეს შენ ზიხარ შენთვის სადღაც და უცებ რაღაცა ღმერთმა განმოგხედა და შეიცანი სამყარო ანალიტიკურად. ხო, ანუ ეს იყო აუცილებლობიდან, იმიტომ რომ შენ როგორც კი იწყებ ზღვაოსნობას, როგორც კი იწყებ ვაჭრობას, როგორც კი იწყებ
ფართო გეოგრაფიულ არეალში მიმოსვლას, როცა იწყებ იქ დამკვიდრებას, შენ გჭირდება ადგილობრივი ხალხის, ადგილობრივი კლიმატის, ადგილობრივი გეოგრაფიის, ანუ გინდა არ გინდა შენ სამყარო გაინტერესებს მთელი მისი მრავალფეროვნებით. და აი ამ კოლონიზაციის ეპოქა მე-16 საუკუნეებმა ჩამოაყალიბა ბერძნების ერთი ანალიტიკური აზროვნება, რომ კითხვა ყოველთვის რატომ, ჩამოაყალიბა მათი ინტერესი და სწრაფვა სხვადასხვა მეცნიერებისა და დისციპლინის მიმართ, გეოგრაფია დაუშვათ, ისტორია, პოლიტიკა და პოლიტიკაზე კიდევ ვიტყვით. მათ შორის ტექნოლოგიური ხელოვნებები, მათემატიკა, გემს ვერ ააშენებ თუ რაღაცა ტიპის ტექნოლოგია. გეომეტრია, ალგებრა შენება. კი ბატონო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერძნული ფენომენი ეს არის მისი ინდივიდუალიზმი. რატომ? და როცა შენ ხარ მოქალაქე და პოლისის შიგნით გინდა არ გინდა ეს ყველა პოლისი არის თვითმმართველი. თუნდაც ტირანიას არის ერთი კაცი რომ მართავს, ეს ტირანიაც კი ეს არ არის აღმოსავლური ტიპის ტირანია. ტირანია არის კაცი რომელსაც ხელში ძალაუფლება აქვს, მაგრამ მოქალაქეებს ბერძნულ რეალობაში აუცილებლად აქვთ პოლიტიკურ და სოციალურ საზოგადოებრივ პროცესში ჩართულობის აუცილებლობაც, ხო? ანუ ეხლა ძალიან მარტივად ხა ამ ოთახში რაღაც რამდენიმე ადამიანი ვართ, რომ წავიდეთ და დავაარსოთ სადღაც პოლისი, სადღაც ახალ სივრცეში, იქ ჩვენ გვიწევს ამ ახალი წესრიგის შექმნა. ვიღაცამ უნდა კანონები მიიღოს, ვიღაცამ უნდა დაიცვას, ვიღაცამ რაღაც ეკონომიკაში უნდა, ანუ გინდა არ გინდა ჩვენ მოგვიწევს ჩვენივე ჩართულობით, ანუ თვითმმართველობით ჩვენი საკუთარი წესრიგი შევქმნათ. ამიტომ აი ამ კოლონიზაციამ, ახალმა გეოგრაფიულმა სივრცეების ათვისებამ, ახალი ქალაქების დაარსებამ, ეს ქალაქი ხო მინი სახელმწიფოა. ამ ახალმა სახელმწიფომ ბერძნებს განუვითარა ჩართულობის, თვითმმართველობის საკუთარი აზრის გამოთქმის კულტურა. და შესაბამისად მე ეს ბერძენი უკვე ძალიან ინდივიდუალისტია, ანალიტიკურია, სულ გეკამათება, ღმერთთანაც კი შენობითი დამოკიდებულება აქვს და აქედან მიდის ისტორიამდე, რომელიც არის რომ რაღაცა რაც მოხდა, რატო მოხდა, რა კანონზომიერებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში ჰეროდოტე და თუკიდიდესი ჩვენ ვთქვით დასაწყისში ორი სხვადასხვა პოლუსია. ჰეროდოტეს უფრო ეს მითოლოგიური, მითოსური ხსნის, მაგრამ უფრო მითოსურად. და თუკიდიდესი ეს არის უკვე რეალ პოლიტიკა, რასაც ქვია, ხო? უკვე ეს სტრატეგიული, გეოპოლიტიკური მართლობის სისტემითი, დიპლომატია სიღრმეში შედის, მაგრამ ჰეროდოტოსით იწყება იქამდე ყოფილა რომ ისტორიის შესახებ წერდნენ, მაგრამ ჰეროდოტოსი ჩადის აი ამ კითხვაში რატო? და აი ამ კითხვა რატომის გარშემო გიყვება შენ მთელი სამყარო შესახებ. ხო, ლოგოგრაფოსებიც ვინც იყვნენ მანამდე, ესენიც, მაგრამ ის ყველაფერი მაინც იყო ცალკეული ამბები, განსხვავებით ჰეროდოტესაგან, რომელსაც მსოფლიო ისტორიასავით რაღაცა დიდი შექმნა, ხო, მოდელი, რომელშიც მარტო ბერძნები კი არ არიან, არამედ აქ სპარსეთია, რომელიც აღწერილი აქვს დეტალურად ამ შემთხვევაში, რამდენად ინფორმაცია ხელმიუწვდებოდა, ეგვიპტელები არიან ისინი ასე შემდეგ და ყველაზე ცდილობს რომ რაღაცა ინფორმაცია მოიძიოს და ამატოს და რაღაც დიდი სრული შექმნა, სურათი იმდროინდელი სამყაროს. მას აინტერესებს მთელი სამყარო. ეს არის ძალიან ბერძნული ფენომენი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ეს ბერძნული სამყარო ძალიან დიდია რა. ანუ იმ დროს რაც იციან პრინციპში და თანადარ ზღვით მისვლა შეიძლება ყველგან არიან ბერძნები. ანუ ეგვიპტეც, სპარსეთის იმპერიაც, კოლხების შესახებაც, ხო? ანუ უძველესი ხა იქამდეც ხა 1-2 ჯერ აქვს ნახსენები, მაგრამ უფრო მითოლოგიური ინფორმაცია. ჰეროდოტეს ისტორია არ არის აბერძნეთის ისტორია. ეს არის მთელი იმდროინდელი მსოფლიოს ისტორია. ეხლა ჩვენ როცა საუბრობთ აქემენიდურ სპარსეთს, ეს არის უდიდესი იმპერია, ხო? რაღაც ინდოეთიდან სამ კონტინენტს მოიცავს და ინდოეთიდან მოდის ხმელთაშუა ზღვამდე. მაგრამ ძირითადი წყარო მათი მის შესახებ არის ჰეროდოტე. ჩვენ როცა საუბრობთ აი ამ რაღაც ქართველურ თუ კავკასიაზე რა ხდებოდა, რაც ვიცით, ერთი არის არქეოლოგია და არქეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამბავს ნაკლებად გიყვება, ანუ რაღაცება ფრაგმენტი მოგიყოს, მაგრამ არ ამთლიანებს და მეორე გვაქვს ჩვენ ჰეროდოტე ასევე, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის წყაროა და ამ კაცს ძალიან აინტერესებს გარე სამყარო, არა აქვს ყოველთვის ერთი და იგივე ისტორიული სანდოობის ხარისხი, მაგრამ ძალიან პატიოსნად გიყვება ამის შესახებ. ის გეუბნება რაღაცას, რომ ეს მე ვნახე, ძალიან საინტერესო არისო, მე მემფისშიო ჩავედიო და იქაურ ქურუმებსო ჩემი თუ კითხეო. და უეჭველი ასეო. ანუ ადასტურებს რომ ეს გავიგე. გადაამოწმა ინფორმაცია. რაღაცაზე გეუბნება რომ ეს მე სადღაც ყური მოვკარი. შესაბამისად ჰეროდოტეს ტექსტები ხა ძალიან ცნობილი ამბავია და ეს კოლხები ეგვიპტელებისგან მოდიაოს ეს ანუ რა თქმა უნდა ეს არ არის ისტორიული რეალობა და ჰეროდოტეს არც აქვს პრეტენზია იმაზე რომ ყველაფერი იყოს ისტორიული რეალობა. ეს არის უფრო storytelling-ი, ანუ ბერძნული ამბის თხრობა. ამბის თხრობა, ჰისტორიუო საიდანაც ისტორია მოდის. ეს არის უბრალოდ ამბის თხრობა.
ამბის მთხრობელია. ანუ ეს მოკლე მშრალი ჩანაწერების კრებული კი არა აქვს ამ კაცს. ეს იწყებს როგორ იწყება თვითონ ხო ეს ბერძენ სპარსელთა ომები, რომ ზოგადად ეს აღმოსავლეთ დასავლეთის დაპირისპირების კონცეფცია შემოდის. ევროპა აზიის წინააღმდეგ და ეს მოდის მითოსური ხანიდან, რომ იმათმა ჩვენ ქალი მოგტაცეს, მედია მოვიტაცეთ ჩვენ და ეს არის აი ეს მითოსური ბერძენ სპარსელთა ომები მისთვის აი მითოსური კონფრონტაციის, მითოსური დაპირისპირების შემდეგი ეტაპია. ეს უძველესი ნახევრად ლეგენდარულ, ნახევრად ღვთაებრივი დროებიდან მოდის, ხო? ჯერ კიდევ მეხთებიდან იწყებს რაღაცა, იოთი იწყებს ამ ამბავს. და მას აინტერესებს მთელი სამყარო. ოღონდ ის არ გეუბნება, რომ ყველაფერი გინდა თუ არა უეჭველად ვიცი. მას რაც ური მოუკრავს ზუსტად იცის რა ინფორმაციაც ხელმისაწვდომია მის დროს. ზოგი არ იცის კარგად, ზოგი ამბობს სადღაც ური მოუკარი. უბრალოდ კარგი ის აქვს, რომ ამის შესახებ ის გულწრფელად გეუბნება ხოლმე. აი მაგალითად წინარე ისტორიას რამდენად ეხება ჰეროდოტე? მის წინ რაც მოხდა, უფრო ძველი ისტორიას ამ შემთხვევაში. ახლა როცა მიდიაზე და იმ ასტიაგესზე მაგალითად ხო? წინარე ისტორია, ანუ როცა საუბრობს როგორ შეიქმნა ძალიან ბევრი მითოსური კიროსის ამბები და იქიდან იწყებს, ჯერ კიდევ მიდიიდან იწყებს, ხო? რომელიც არის უკვე 700-იანი წლებია. ძალიან ბევრი მითოსური ამბავი აქვს. მასში ეს მითოსი და ისტორია ჯერ კიდევ თან არსებობს და ისტორიული რეალობა არის მითოსურის გაგრძელება. ეხლა ძალიან ბერძნული ფენომენია, ბერძნებს მართლა ეჯერათ, რომ ბერძნულ მითოსშიც რამდენიმე შრე არის, ხო? სამყაროს შექმნის შრე. ურანოსი და გეა არის მეორე შრე მაგალითად ოლიმპიელი ღმერთების ზევსის წესრიგის შექმნის შრე დაუშვათ როცა უკვე ზევსი ჩდება აი მესამე შრე ესე პირობითად რომ დავარქვათ არის როცა ჩდებიან ნახევრად ღმერთი გმირები ჰერაკლე პერსევსი უფრო ურჩხულებს რო ებრძვიან და ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობა აქვს და ამას მოყვება შრე როცა არიან მოკნავი გმირები, აქილევსი, არგონავტები, ტროასომი და ბერძნები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ არგონავტების ლაშქრობა, თებეს ციკლის ამბები, ტროასომი ეს არის მათი ისტორიული რეალობა. ანუ რეალურად თქვა ილიადა და ოდისეა ბერძნების ისტორიულ წარსულს წარმოადგენს. აბსოლუტურად დარწმუნებულები. მაგრამ ეს წარმოადგენს, რომ ეს მოხდა იქ და მე ამის შემდეგ არის გაგრძელება. ძალიან ამაყობენ, აი შეიძლება გითხრან, რომ მე ვარ ამ ქალაქიდან, რომელშიც აი ჩემი ქალაქიდან ესა და ეს. რადი ითაკადან რო იყოს, ეთქოს ოდისევსი იყო. ითაკადან ცხადია, მაგრამ ვიღაცა მეორე ხარისხოვან აი მარტო თვითონ რო იცის რა, იქ ჰომეროსი ძალიან ბევრ ხალხს იხსენიებს. დღეს რო კითხულობ იტანჯები. პატარა აიექსი რო იყო მაგალითად. ძალიან ბევრ ხალხს იხსენიებს და დღეს რო კითხულობ იტანჯები და გაინტერესებს რომ რატომ იყვება, მაგრამ ეს არის ბერძნული სამყაროს საქმის მოდელი. რომ აი ეს განგრძობითობა, უწყვეტობა მითოსურ სამყაროსთან, რისო გიყვება რომ იცი რა, აი იმან მოკლა ის და იმისი мама ეს იყო, ბაბუა ეს იყო, ეს იყო და ეს ყველანი აი მითოსური გმირი როა მოხსენებული იქიდან მოდიან, აი ეს არის ძალიან ბერძნული ფენომენი. ეს ნაკლებად არის თუ კი დიდესთან, იმიტომ რომ მისთვის ეს ანალიტიკურობა და უკვე ესეთი რეალური პოლიტიკა. თუ კი დიდი დაცილილია მითოსისგან უკვე, ხო? და ჰეროდოტესთან მითოსური და ისტორიული ძალიან კარგად თანა აი სიზმრების ამბავია, ხო? ხშირად მაგალითად რომ აი სპარსულ ამბებზე როცა ყვება აქემენიდურზე დაესიზმრა ძალიან ხშირად დელფოს ორაკულები არის წინა წარმეტყველებები ხო წინასწარმეტყველებები ხო ეს ძალიან ცნობილი ამბავი კროისოს რო ეუბნება რომ შენო დიდ სახელმწიფოს დაანგრევო და ანუ მასში ლეგენდა მითი ყურმოყრული ამბავი და ისტორიული რეალობა ძალიან საინტერესოდ თანაარსებობს ჰეროდოტესთან და სამგვარად თანამედროვე ისტორიკოსისთვის კარგი სამუშაოც არის, რომ ეს ყველაფერი მან უნდა გაარჩიოს და გამიჯნოს ერთმანეთისგან. განსხვავებით არის ხოლმე ხა ისტორიკოსების ნაწილი, რომელიც ხშირად აი ამ ჰეროდოტეს გადმოცემულ, აი ნახევრად მითოლოგიურ ამბებს ისტორიული თხზულებების დასაწევად იყენებენ ხოლმე, როგორც ისტორიულ რეალობას ამ შემთხვევაში. ასეთებიც გვაქვს. ხო, კოლხები სესოსტრისის ლაშქრობიდან არ მოვდივართ, ცხადია და თვითონ მისი არგუმენტაციაც ხო ეს არის, რომ ესენი ხოლთ ფუჭთმიანები არიანო და სელიო აქვს. და სელი აქვს, ანუ ეხა დღეს გეუბნება რომ აქედან გამომდინარეო, ხო? არ შემოდის ძალიან მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად ეხა ვერ იქნება ეს ეხა ხოვლითმა და თან სესოს ფარაონები ანუ ეგვიპტის ყველაზე შორეულ წერტისაც მიუწვეთ ქადეში იყო. არასოდეს არ მოსულან რა თქმა უნდა და ეპოქაც ყველაფერი აცილებული აქვს, მაგრამ მასში ისევ და ისევ ჰეროდოტეს წაკითხვა არ შეიძლება პირდაპირ. ანუ არ შეიძლება მას ყველაფერს დაუჯერო
მაგიტომ ამბობ რომ ისტორიკოსმა უნდა შეძლოს მაგისი გარჩევა. მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაც აქვს. ხო, რა თქმა უნდა. არ შეიძლება მას არაფერში არ დაუჯერო. უნდა გაფილტრო, კარგად რომ მიიღო, იქიდან ამოიღო ის მასალა, რაც მნიშვნელოვანია. და ეს მითოსური აღქმა სამყაროსია, ეს წინარე ეპოქის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და ახლა ძალიან საინტერესოა წეგან დავიწყეთ რატო ბერძნები, ხო? ჰეროდოტე არის ჰალიკარნასიდან, ეს არის იონიური ჰალიკარნასი დორიული ქალაქი იყო, მაგრამ თვითონ რეგიონი არის იონიური საბერძნეთი. ეს არის მცირე აზიის, აი დღევანდელი თურქეთის სანაპირო, დღევანდელი სტამბულიდან რო ჩაყვეთ ქვევით და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იარეთ. სანამ ათენი და სპარტა გახდებოდა მე-6 საუკუნეში. ბერძნული სამყაროს აბსოლუტური ცენტრი არის იონიური ქალაქები. ეს არის საზღვაო პოლისები, ძალიან მდიდარი, აკონტროლებენ ვაჭრობას, უკავშირდებიან ჰალიკარნასი, მილეტი და კი ბატონო. რატო არის ეს 7 მსოფლიო საოცრებიდან? ტროაც მანდ იყო მითოლოგია. ტროაც მანდ იყო და 7 მსოფლიო საოცრებიდან რამდენი დგას მან? ანუ უმეტესობა ზუსტად მანდ არის შექმნილი. ის ჰალიკარნასის მავზოლეუმი გინდა, მის არტემიდას ტაძარი გინდა თუ ამ შემდეგ ხო 4-5 უმეტესობა მაგ რეგიონში არის. და ათენი და სპარტა სანამ იქნებოდნენ ცენტრები მილეტი მაგალითად, ხო? არის უფრო დიდი როდოსის კოლოსიც მაგ რეგიონში გროვდება სიმდიდრე. ზოგადად იონიელთა აჯანყება რას მოყვება, რომ აქემენიდურმა იმპერიამ მათი ეს ექსკლუზიური სავაჭრო გომარეობა არამხოლოდ გეოგრაფიული, არამედ როგორც აი დილერების, რომ ჩრდილოეთს და სამხრეთს აკავშირებენ, აღმოსავლეთს და დასავლეთს. მათ ეს ექსკლუზიური მდგომარეობა შეუსხუდა. ანუ იონიელების დაღმასვლა იწყება მას შემდეგ, რაც კიროსმა ისინი მოაქცია ერთიან დიდ სტრუქტურაში და იონიელებს და ფინიკიელებს ეს არის ორი მომიჯნავე რეგიონი და ორი მსგავსი ტიპის ხალხია. ისინიც ქალაქ სახელმწიფოებს ცხოვრობენ, ტიროსი და სიდონი და ბიბლოსი რო. არ უყვართ ერთმანეთი. ეგ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ ფინიკიური აღმავლობა არის, სანამ იონიელები გაძლიერდებიან, მერე არის აი პირობითად მე-9 საუკუნე, სადღაც მე-7-6 საუკუნე ეს არის იონიური ოქროს ხანა და ამის შემდეგ ხა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ხედავთ რომ იონიელები ძალიან უკმაყოფილოები არიან და ფინიკიური ფლოტი არის აქემენიდებისთვის თავარი დასაყრდენი ხმელთაშუა ზღვაში. და აი ჩვენ როცა ვამბობთ სამყაროს აღქმა, ხო? პირველი დიდი ფილოსოფიური სკოლა იყო არა ათენური, არამედ იონიური. ანუ პირველად იონიელებს გაუჩნდათ და შენახსენე ეს ფილოსოფიაში რა არის სამყარო, როგორ შედგება, სამყარო არ არის ეს რაღაცა ღმერთების მიერ ნაჩუქარი სტიურცე, რომელიც გამოგიგზავნეს და იონიელები იწყებენ დგამენ პირველ ნაბიჯებს სამყაროს ანალიტიკური შეცნობისკენ, აი თალესია მაგალითად, ერატოს და ანაქსიმანდრესი და ეხლა შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ უკვე ცდილობენ სამყაროს ლოგიკურად ახსნას, რომ ყველაფერი წყლისგან შედგება, აქვს მეორე მაგალითად, რომ ყველაფერი შედგება სხვადასხვა ძირითადი ელემენტების, ხო, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, მონაცვლეობისგან, ანუ სამყაროს აღქმა უნდათ მატერიალური, უფრო მატერიალისტური უფრო ლოგიკური კატეგორიებით. მათ აღარ აკმაყოფილებთ, რომ ზეუსმა შექმნა სამყარო და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ. მათ უნდათ სამყაროს მეცნიერული აღქმა. გასაგებია რომ ადგენენ სფერული როა დედამიწა მომენტად. ეგვიპტეში იმასაც აზომოსაც ხო გააკეთებენ. სვეტს რო დაარჭობს ორგან სხვადასხვა ქალაქში და ნახავს რომ ჭდილი როგორ იცვლება იმის მიხედვით. და თელ სამყაროში ზოგადად მე ბერძნებმა იქონიეს ზეგავლენა ანტიკურ სამყაროზე რომ ეგრე აღქმულიყო. ხო, და ჰეროდოტეც მოკლედ ამ სივრციდან. რუკებსაც ქმნიან, ერატოსთენი რუკას ქმნის. რუკას ქმნიან და ზოგადად ეწერა ლოგოგრაფოსები ახსენე და გეოგრაფოსები ისევ. ეს არის ეს ყველაზე მეტად იონიაშია განვითარებული. სხვათა შორის ჩვენი შავი ზღვის პოლისებიც, იგივე ფასისი, მილეტელების, იონიელების დაარსებული არის. ხა გეოგრაფიულადაც უფრო ახლოს არიან, გასაგებია რომ თურქეთის სანაპიროდან უფრო ახლოს არის აქ მოხვიდე, ვიდრე სადღაც პირობითად ათენიდან, მაგრამ ძალიან დიდი ძალაა და ჰეროდოტეც ჰალიკარნასელია, ამ კულტურული შრიდან მოდის, ამ კულტურული სივრციდან მოდის და ძალიან ბუნებრივად უკავშირდება, რომ მას აინტერესებს სამყარო როგორ არის მოწყობილი. არა მხოლოდ რატომ მოხდა. გასაგებია, რომ მასში წეგან ვახსენეს მითოსურ, ლეგენდარულ, ისტორიულ, რეალური ერთმანეთში არეულია, მაგრამ ის აგრძელებს აი ამ ათენში მოაქვს ეს იონიური ტრადიცია ანალიტიკურობის და ახსნის რაღაცის
გაგების, სამეცნიერო ანალიზის კატეგორია შემოაქვს და ისტორიაც რეალურად ამას ეთუცება. ანუ ეგ იდეაში თვითონ ჰეროდოტე იმ სივრციდან ჩამოვიდა, რომელში მომხდარმა მოვლენებმა განაპირობა ბერძენ სპარსელთა ომი. იქიდან დაიწყო. ხო, იქიდან დაიწყო, იმიტომ რომ ისინი აჯანყდნენ იონიელები, მერე ათენელებმა რამდენიმე ხომალდი გაგზავნეს ხო მან და ფაქტობრივად მოხდა მერე ბერძნული სამყაროს ჩართვა სპარსელების წინააღმდეგ ომში. ალბათ სპარსელებსაც იდეაში ალბათ ჰქონდათ კიდეც იგივე დარიუსი, ქსერქსეს რომ თქვათ მათი გავლენა უნდა გავრცელებულიყო ურჩ ბერძნებსაც, მაგრამ ეს რაღაცნაირად გამოდგა მიზეზად, რომ იონიის აჯანყებამ გამოიწვია საბოლოოდ ეს. თვითონ ჰეროდოტე ამავე დროს მოგზაურობდა კიდევაც, ხო, დადიოდა. მოგზაურობდა, ბევრ რაღაცაზე ამბობს, რომ თვითმხილველიანი. ანუ ეგვიპტეშიც იყო ნამყოფი მაგალითად. ბევრი რაღაც. ხო, იტალიაშიც იყო, ხო? იტალიაშიც იყო ნამყოფი და ბევრ რაღაცას აღწერს. თურიუმში თუ რაღაც ქალაქში იყო. თურიუმში იყო, იმიტომ რომ მან ხა ეს ბერძნების დასახლებები და ბერძნული კულტურა სამხრეთ იტალიაში. დიდი საბერძნეთი იყო ბოლო. მაგნა გრეკა ძალიან დიდი ფენომენი იყო. ბევრი რაღაცაა ამ კაცს დანახი. ანუ ეს არ არის კაცი, რომელსაც იმაზე მეც წერს, რა თქმა უნდა, ვიდრე ნანახი აქვს და ხო, ვიღაცებისგან მოსვენილი ისიც ბევრი აქვს. მაგრამ საინტერესო კაცია და ეს რომ ბერძენ სპარსელთა ომებია მთავარი თემა, მაგრამ ტექსტის უდიდესი ნაწილი არის სხვა სამყაროს აღწერა, ხო? და ის რომ მას სხვა სამყარო აინტერესებს და ბევრი რამ იცის, ეს არ არის შემთხვევითი. ხო, და თან რა არის, აი პრიმიტიული გაგება არ აქვს მას, იმიტომ რომ თუ მაგალითად ბერძნები ზოგადად აღიქვამდნენ ხოლმე თავის გარდა ყოველას ბარბაროსებად, რა თქმა უნდა, ხა თუ ჰეროდოტესთან კი ჩანს ეს, მაგრამ ამავე დროს იმ ბარბაროსებსაც ცოტა არ იყოს და ხარისხობრივად ალაგებს დაკოლწიათ ხა. მაგალითად აქემენიანთა იმპერია, რო იცის რომ დიდებულია, როგორ არის მოწყობილი, რამხელა სასახლეები აქვს, როგორი ქალაქებია, იმაზე სხვანაირად საუბრობს უფრო მაგალითად, ვიდრე მაგალითად რომელიმე ტომზე, რომელიც მაგალითად თრაკიის ჩრდილოეთით ცხოვრობს. ჰიპერბორეელებზე, რომლებიც ან არსებობდნენ ან არა, რაღაც კავკასიონის იგი ცხოვრობს, საერთოდ ველური სივრცე არის, ხო ეს? ჰეროდოტესთანაც ჩანს, რომ კავკასიონი არის კულტურული გამყოფი. კი. ამის აკეთრეს რაციონალური. ანუ რეალურად ეგ ისა, რა ქვია, კონცეფცია. კავკასიონის მიღმა რო რაღაცის და მე უკვე გოგიმაგოგად რო გადაიქცა და შემდეგ ჰეროდოტედან იწყება რა. ხო, ბერძნული სამყარო, ანუ ბერძნული სივრცე მათი ინტერესების სფერო მოდის შავ ზღვამდე. მოდის კავკასიონამდე და იმის იქით არც ზღვა არის, არც კლიმატია, არც სავაჭრო ინტერესი გაქვს, არც განვითარებული კულტურა არის. შესაბამისად ნაკლებად დაინტერესებს. ნორმალი სტილიც ისტორიის წერისა და ტერმინებიც, ანუ თუ რას უწოდებს ხალხებს მაგალითად, ჰეროდოტესგან დამკვიდრებული გამოიყენებოდა მე მთელი ანტიკური ისტორიის მანძილზე. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ხო, ის ყვითების მაგალითად გამოყენება ჰეროდოტესთან როცა პირველად არის, მე ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი იყენებენ, სადაც შუა საუკუნეებშიც კი ჰეროდოტესეულ ანუ ვისაც აი პროკოპი კესარიელი გაქვს საკითხული, ასევე შეემჩნევდით, რომ იქაც კი მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქრისტიანული პერიოდის ავტორია, ჰეროდოტეს გავლენა ჯერაც კი არის შაბეჭდელი და იგრძნობა. უფრო მეტად ჰეროდოტესი ვიდრე თუკიდიდესი სხვადასხვის უნდა ითქვას. მათი გავლენით, ხა ჩვენ გადაცემას ქვია ჰეროდოტე და თუკიდიდე, თუმცა მათი ესე ვიტყოდი კულტუროლოგიური გავლენით შეუდარებელი ორი ავტორია. ჰეროდოტეს გავლენა ბევრად დიდია. მიუხედავად იმისა, რომ თუკიდიდეს როგორც ესეთი კლასიკური ისტორიოგრაფოსის კლასი შეიძლება მისი სიზუსტე, მისი ანალიტიკურობა უფრო მეტია. ჰეროდოტეს გავლენა კულტურულ ასპექტში ბევრად მეტია, ბევრად მეტი თემა აქვს, ბევრად მეტი სიუჟეტი აქვს. ძალიან სახალხოა მისი ტექსტი. ეს არ არის ისტორია, გინდა თუ არა ისტორიის მოყვარულთათვის. ისე თუ დავაკვირდებით, აი მაგალითად, თუ ავიღებთ ორ ტექსტს, ერთი შუა საუკუნოვანი ავტორია, რომელიმე მაგალითად, რა ვიცი, გრიგორი ტურელი ან რაღაცა და ავიღოთ ანტიკური ხანის ავტორი, მაგალითად, ტიტუს ლივიუსი ან თუნდაც ბერძენი, რომელიმე ჰეროდოტე ამ შემთხვევაში, ხო? და შევადარებთ, წავიკითხავთ ორივეს. რამდენად სახალისო და სასიამოვნო საკითხავია ანტიკური ლიტერატურა შუა საუკუნეების ლიტერატურის შედარებით და რატომ ხდება ეს პირველ რიგში? აი ზუსტად იმ თხრობის სტილის გამო და იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის უნდა წაეკითხათ, უნდა მოეყოლათ, ანუ ამბავი უნდა ყოფილიყო. თუ მე შუა საუკუნეებში ქრონიკები უფრო პოპულარული იყო, მაგალითად, აი ანტიკურ ხანაში ასე არ არის. იქ უფრო მეტად არის აქცენტი გადატანილი, როგორ საინტერესოდ მოყვება ის მემატიანე ამ ამბავს ამ შემთხვევაში. რაც აი ყველას გაზდებს ხოლმე გარკვეულწილად. ანტიკური ხანა, ეხა მე ცხადია რომ სუბიექტური ვარ. მაგრამ რადგან შენ არა შუა საუკუნეების და ანტიკურობის მიჯნაზე მყოფ მაგას აქეთკენ წაიყვანე ეგ საუბარი. ანტიკური ხანა არის უფრო ადამიანოცენტრისტული და ალბათ სამყაროში ადამიანზე საინტერესო არაფერი არ არის. უფრო მეტად ინდივიდუალისტური და მხატვრული ხერხებით შეუდარებლად უფრო მდიდარი.
ამიტომ ის რომ ანტიკური ისტორიოგრაფია ვიღაცას და ბევრს შეიძლება უფრო საინტერესოდ ეკითხებოდეს, ამას თავისი ლოგიკური აი დავაკვირდეთ ისე ჩვენ ბიბლიოთეკაში ხა მაგალითად, ხო? მე მაგალითად არ ფაქტობრივად არ მინახავს შუა საუკუნეების რომელიმე ტექსტი ესე ედოდა კითხულობდნენ, მაგრამ პლუტარქეს და ლივიუსს და შემდეგ ეხაც გამოიღებს ადამიანი ჩვეულებრივ და ყველა ბიბლიოთეკაში, ყველა სერიაში იბეჭდება. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს არის არა მარტო ისტორია ამ შემთხვევაში, არამედ ლიტერატურაც არის იმ დროისა გარკვეულწილად, ხო? აი მხატვრული ფორმებით თუნდაც ხა პლუტარქი ახსენე, ხო? თავისი ეს ბიოგრაფიული ისტორია, ეს პარალელური ბიოგრაფია რამაგარი იდეა, ხო? მხატვრული ხერხებით ძალიან განათლებული სამყაროა რა ანტიკურობა და რიტორიკა, მჭერვეტყველება, ისტორია, პოლიტიკა თუნდაც, სამხედრო საქმე, ანუ ძალიან მაღალ განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე არიან ობიექტურად. არა, თუკიდიდეზეც რომ გადავიდეთ უშუალოდ, აი თუკიდიდეს ჩვენ თქვით რომ თუკიდიდე გარდა იმისა რომ ჰეროდოტსგან კიდევ ერთი ის განსხვავდება, არის ჩემი აზრით ის რომ თვითონ მონაწილე არის აი ამ მოვლენებისა როგორც მეუმარი. ანუ თუ მაგალითად ჰეროდოტე ეს ყველაფერი მოსმენილი აქვს ან გაგებული აქვს ან თვითონაც შეესწრებია ხო და დაწერა. ეს თვითონ არის ამ შემთხვევაში ამ ომში თავდაპირველად იყო პერიოდი, როდესაც იბრძოდა სპარტელების წინააღმდეგ, მერე მოხდა შემთხვევა, როდესაც თუკიდიდეს ერთ-ერთი სამხედრო დავალების დროს თრაკიაში დააგვიანა თითქოს ფლოტით მისვლა იქ და ამის გამო მერე განკვეთეს ქალაქიდან ხო და 10 წლით მანძილზე ათენიდან იყო განდევნილი ფაქტობრივად და ცხოვრობდა უკვე სხვაგან და იქიდან თვალს ადევნებდა და დადიოდა თანაც მოძრაობდა საბერძნეთში და ამ ამბებს კარგად აკვირდებოდა უფრო ბუნებრივია ხა ის თვითონ ათენელია და თავისთავად ინტერესი უფრო თითქოს ათენისკენ უნდა იხრებოდეს მაგრამ არ იგრძნობა მის ნაწარმოებში ძალიან საინტერესო ათენელია წერან ჩვენ ვახსენეთ ძალიან საინტერესო კაცი კიმონი ხო რომელიც არის ათენში აი ამ არისტოკრატული ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი სანამ დათმობს ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას რადიკალური დემოკრატიის მამებთან, მათ შორის პერიკლესთან და ამ ხალხს შიგნით ხო რადიკალური დემოკრატიის მხარდამჭერები არიან და გარეთ ათენოცენტრისტული თუ ათენის დომინანტურობის ჯერათ და პირიქით სპარტასთან კონკურენცია შეხედავ. თვითონ თუკიდიდე მოდის არისტოკრატული ოჯახიდან. ის ენათესავებოდა კიმონს. ანუ ეს თვითონ ათენიც ზოგადად საბერძნეთი ძალიან კლანურია რა კუთხით რა რამდენიმე ეს არ არის ძალიან დიდი სივრცე ეს არ არის რაღაც მილიონიანი ქალაქები მოქალაქე რა შეიძლება 5,000 კაცი ყოფილიყო მოქალაქე შეიძლება 5,000 ყოფილიყო ხო რაღაც ათენის პიკზე ყავთ 40,000 მოქალაქე ეს არის ნუ აი პიკი ათენი ყველაზე ძლიერი როცა 5,000 პოლისისთვის ძალიან სოლიდური რიცხვი. შესაბამისად აი როგორც მოხდა სპარტაში თავიზოზე აი როცა ლიკურგეს კანონიდეს იქნება 5,000 სპარტელი ცხოვრობს. 5,000 სპარტელი ცხოვრობს. მიწის ნაკვეთი სულ 9,000-ია, ანუ 9,000 5,000 მებრძოლი ყავთ. ხო. მაგრამ მიწის ნაკვეთი ანუ ყველანაირ ადამიანს ილოტებიც არის იმპერიეკები. სულ 9,000-ია. და როცა სპარტას გაუჭირდება, იქ 2 და 3,000 კაცი სპარტასთვის ძალიან დიდი ძალა არის. და თუკიდიდე თავი ხო და რატო მოვყევი ეს გვაროვნული ცოტა კლანურობა, ხო იქ ალკმეონიდების გვარი არის, რაღაც 10 წლეულები და 100 წლეულები ძალიან გავლენია. ანუ მათ მოყვებათ ეს გვაროვნული პრეფერენციები რა, შენ ვისკენ ხარ, რა წარმოდგენა გაქვს. თუკიდიდე თავიდანვე ახლოს არის აი ამ არისტოკრატულ ცოტა პროსპარტულ ნაწილთან. მისი მშობლები აქედან მოდიოდნენ. სხვათა შორის კიმონსაც ყავდა, თუკიდიდეს მამას ერქვა ოლოროსი და კიმონსაც ყავდა ნათესავი ოლოროსი. დღეს დავობენ ეს ერთი და იგივე იყო თან ძალიან იშვიათი სახელია და მათ ხარი ხოლმე რაღაც სახელი რო გვაში ტრიალებს. მოკლედ დიდი ალბათობით ენათესავებოდნენ ერთმანეთს. შესაბამისად თავიდანვე თუკიდიდი არის ცოტა არა ყველაზე მეგობრულად განწყობილი დემოკრატიისა და პერიკლესისადმი. როცა კითხულობ და ის პერიკლეს აკრიტიკებს და დემოკრატიას აკრიტიკებს. ერთი მხრივ მას აქვს ამისი ლოგიკური საფუძველი. ძალიან კარგი ავტორია, რომელიც გაჩვენებს დემოკრატიის ღირსებებსაც და მის ნაკლოვანებებსაც. ხო, აი, როგორ ექცევა უკვე პერიკლეს სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა პოპულისტების გავლენის ქვეშ, მათ შორის მილიტარისტი პოპულისტები ვინც არის, კლეონი, რომელიც ამბობს, რომ აი, ცოტა ხანით და ეს ომი უეჭველი მოგებული გვაქვს და რამდენიმე ზავის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან. და თუკიდიდე თვითონ ამ არისტოკრატული წარმოშობით რომ მოდის, მან ძალიან საინტერესოა, ხა ეს ამფიპოლისი სადაც დააგვიანდა მისვლა
საბერძნეთის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი პოლისია. მე ფილიპე მაკედონელიც მაკედონიის პრეტენზია და ამბიცია განისაზღვრება, რომ ამფიპოლისი დაიკავეს. ანუ მნიშვნელოვანი პორტი არის, რომელიც ზღვაზე გამოდის საბერძნეთის ჩრდილოეთით. და კი ეს მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ აქ მის დასჯაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ის ამბავი უნდა დავინახოთ, რომ ამ კაცმა რაღაც თავის სამხედრო მისია ვერ შეასრულა. ხო. 10 წლით გააძევეს. თუ აქ უკვე ეს შიდა პოლიტიკური ამბავით, რომ ის გამოიყენეს ინსტრუმენტად. ის მაინც და მაინც არ უყვართ. ის ცოტა უცხოა რა, ისევ ათენის მმართველი პერიკლესის მიმდევრებისთვის თუ პერიკლესის მხარდამჭერებისთვის და ხა დღეს გავაკრიტიკეთ ეს კაცი და არ უნდა გავიგოთ. ძალიან დიდი, ანუ ათენის ოქროს ხანის შემოქმედია ეს პერიკლე. მაგრამ მათთვის მარცხ თუ ისე სასიამოვნო, კაცი როგორც მილტიადე ხო, კაცმა მარათონის ბრძოლა მოიგო, მე რაღაც ოპერაცია ვერ შეასრულა. დაიჭრა თვითონ იქ და გადააყოლეს იმას, გააგდეს, ყველაფერი წაართვეს, გააძევეს და კაცი გარდაიცვალა ტრაგიკულად. ანუ მან ის არის ხო, შენს წარუმატებლობას რამდენად გამოიყენებენ, ვერ გამოიყენებენ. თუ კიდე ეს შემთხვევაში ცოტა დაიჩაგრა. ეხლა ჩვენ არ გვაქვს იმისი საფუძველი, რომ ზუსტად თქვათ, რომ ეს გინდა თუ არა პოლიტიკური ანგარიშწორება იყო, თუმცა ლოგიკა გვეუბნება, რომ ეს ესე დაუშვათ. და ამიტომ ის რაღაცა კუთხით მხარი არის. და მე დავუშვათ ახლა სპარტაც მოსწონს, ასე რომ ვთქვათ. ნუ ყოველ შემთხვევაში სპარტას მტრად არ აღიქვავს და არ აღიქვავს, რომ შენ თუ დემოკრატია არ აქვს, სპარტას არ აქვს. მე მგონი იდეალური წარსული აქვს თვითონ თუ კიდეს იმისთვის, რომ ობიექტური იყოს ამ ომში. კი, ნამდვილად ობიექტური, თვითონ ამ ომს აღიქვავს ძალიან საინტერესო, რომ ომის დასაწყისშივე ხვდება მის მნიშვნელობას. ის ამბობს, რომ მე ამ ისტორიის წერას ვიწყებთ ომის დაწყების მომენტით, ეხა პირველ მსოფლიო ომზე როა ძალიან ცნობილი ხუმრობა არ არის, რეალობაა, მაგრამ დღეს ხუმრობა ჩანს, ხო, რომ ცოტა ხანი იომებენო და შობისთვის უკვე სახში იქნებიანო და 4 წელი იომეს მე საფხულში ითქვა და 4 წელი იომეს და მილიონობით ხალხი დაიხოცა, ხო? ანუ ძალიან ხშირად შენ იწყებ ხოლმე დიდ ომს, რომელიც წარმოდგენა არ გაქვს, რომ დიდი ომი არის. თუ კიდე ომის დასაწყისშივე ხვდება და თავიდანვე გეუბნება, რომ ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, მას გაანალიზებული აქვს ამ მოვლენის მასშტაბი და ისტორიული მონუმენტურობა, ასე რომ ვთქვათ, და ეს უნდა დავწერო. ეს იმსახურებს ისტორიაში დარჩენას, ამას ამბობს. და ამბის ის ვერ მოესწრო ომის დასასრულს, ნუ 411 წელსთან ასრულებს რა. ანუ ეს ათენის ბოლო ყველაზე ტრაგიკული თუ ყველაზე რთული პერიოდი ვერ ნახა, თუმცა ნახა სიცილიის ექსპედიცია, რომელსაც დეტალურად აღწერს. აუ ეს ძალიან საინტერესო მომენტი არის ისე, აი მაგ ომში. აი მართლაც როცა ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ აი რეალ პოლიტიკაზე და იმაზე თუ აი თელი სტრატეგიული სქემები როგორ აქვს დალაგებული თუ კიდიდეს, ხო? ალბათ ეგ ერთ-ერთი ყველა საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ომს ათენი ომის მოგებას ცდილობს არა ბალკანეთსაც სპარტა უშუალოდ იქ ყავს და მის მეტოქე, არამედ სიცილიაში ცდილობს ომის მოგებას, რომელიც საერთოდ მოუწყვეტელია თითქოს ერთი შეხედვით ამ სივრციდან, მაგრამ მეორე თვალსაზრისით ის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა ათენისათვის, რომ მომხდარიყო იმისი დაკავება, მაგრამ გარკვეულწილად ავანტიურაც იყო ეს. ეს იყო აბსოლუტური ავანტიურა, იმიტომ რომ თვითონ თუ კიდეს აქვს ძალიან საინტერესო სცენა აღწერილი. ეხა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სრულად ვემხრობი ამ არისტოტელესეულ კონცეფციას, რომ დემოკრატიაზე კარგი მმართველობის სისტემა არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ხარვეზები არ აქვს. მათ შორის ყველაზე დიდი რისკი არის პოპულიზმი, ხო? ეს ალკიბიადესის ფენომენი, რომელიც არის ავანტიურისტი, მაგრამ ძალიან პოპულარული, ძალიან ქარიზმატული, ყველაზე მოდურად არის ჩაცმული დაუშვათ და რაღაც ახალგაზრდები ალკიბიადეს ბაძავენ მასზე აქვს სწორება. ძალიან ამბიციური კაცია. ძალიან ამბიციური კაცია და ისეთი რა თავგადასავლიანადაც იცხოვრა. ხო და ის არის ამ ექსპედიციის სულის ჩამთქმელი და არანაირი პოლიტიკური სამხედრო ლოგიკა ამას არ აქვს. მაგრამ ის როგორ ამბობს, რომ ეს არის ადვილი გამარჯვება, ეს არის უმდიდრესი მხარე და სიცილია მართლა ძალიან მდიდარი, უბრალოდ ძალიან დიდია. ანუ ის სამხედრო ძალა, რითიც ესენი წავიდნენ სიცილიის სასახელოდ. რა თქმა უნდა არ ეყოფოდა. და ძალიან ძლიერია, ხო, ძლიერი სირაკუზია ბოლო-ბოლო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბერძნული ქალაქი. ეს ეუბნება, რომ ეს ახლა ძალიან ადვილად დავიფხრობთ და მე საერთოდ ყველაზე ესეთი ანეკდოტური ნაწილია, რომ კართაგენზეც აქვს, ანუ ალკიბიადეს ამას ხო ავიღებთ და მე საერთოდ კართაგენამდე ჩავალთ. კართაგენი არის ხმელთაშუა ზღვის იქით აფრიკის სანაპიროზე, ხო? ანუ აბსოლუტური აცდენა აქვს.
გადაწყვეტილების მიღების დროს. ანუ ვერანაირი ლოგიკა, არა გეოგრაფია, არა პოლიტიკა, არა მე მგონი მან მეორე უფრო დიდი შეცდომაა დაშვებული მაგ ექსპედიციის დროს, რომ დაუნიშნეს მეორე მხედართმთავარის ნიკიასი, რომელიც აბსოლუტური ანტიპოდი იყო ალკიბიადესი და ზოგადად ნაპოლეონის გამონათქვამმა მან ძალიან ზუსტად იმუშავა, რომ ომში ერთი ცუდი მხედართმთავარი ორ კარგს ჯობია. და ამ შემთხვევაში აი ამათმა დაპირისპირებამ ფაქტობრივად აი გამოიწვია დაახლოებით ის, რაც კანესთან რომაელებს დაემართათ პაულუსსა და ვარონს შორისაც ხდებოდა. იმიტომ რომ ან ჯობდა რომ ან ნიკიასი ყოფილიყო, რომელიც ფრთხილი იქნებოდა და შეიძლება გადაერჩინა კიდეც ექსპედიცია, ან ალკიბიადე მიყოლოდა გეგმას და შეიძლებოდა რაღაცა წარმატებებს მიაღწია. ამათმა ხელი შეუშალეს თან ერთმანეთს ამ ექსპედიციის დროს და რაც უნდა მოხდარიყო 1000 ჯერ იმაზე უარესი მოხდა და ბოლოს. თუმცა იქ შესვლა გეთანხმები რომ ცხადია იქ ხა ისე ნაპოლეონის რთული არ დაეთანხმო. და თუ წავიკითხავთ ამ მის ისტორიას მთელი ომი ერთმანეთს ხელს უშლიან ისტორიულად. თუმცა მან თუ კიდე ამბობს რომ ვიღაცებმა ისე უყარესო კენჭიო ამ იდეას რომ აზრზე არ იყო სიცილია რამხელა იყო. ანუ ძალიან ისეთი არგუმენტია რა ეს დემოკრატია და ხალხი როგორ შეიძლება პოპულისტების გავლენის ქვეშ მოექცეს და მე რაღაცა სიბრიყვეს მხარი დაუჭიროს არის აზრზე არ იყო სიცილია რამხელა იყო მაგრამ ხმა მისცესო იმიტომ რომ ეხლა ალკიბიადეს ხალხმა უნდა მიიღოს ხო გადაწყვეტილება ჩვენ გამოვყოფთ გემებს ფულს ჯარისკაცებს თუ არ გამოვყოფთ და ხალხმა მხარი დაუჭირა ალკიბიადესის გავლენით მაგრამ ლეგიტიმაცია სახალხო იყო. მაგრამ აქ კითხვა შედება ამ ხალხმა იცოდა თუ არა, ზუსტად რასაც წერდა ხელს. და ზოგადად ხა ის ფუკუიამას უკვე თანამედროვეობაში რომ გამოხდეს, ძალიან ცნობილი თეორია აქვს, რომ დემოკრატიას ჭირდება საშუალო სოციალური კლასი, იმიტომ რომ ხა თუდი გადარჩენისთვის მებრძოლ ადამიანს ძალიან რთულია რომ რაღაცა დემოკრატია და უფლებები და ჩართულობა და ის მოთხოვა პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობა და ჭირდება განათლება, ხო? ხა შენ თუ რაღაცა სამხედრო გადაწყვეტილება უნდა მიიღო და არ იცი სიცილია რამხელა და რა რესურსი ჭირდება და გინდა თუ არა ამტკიცებ რომ წავიდეთ და ვიფკროთო ანუ განათლება და ეს ეკონომიკური კეთილდღეობა რაც პრინციპში ერთმანეთს ებმის, არ გამორიცხავს, ერთმანეთის გაგრძელება არის. ეს არის აუცილებელი და ათენშიც ჩვენ ამას ვხედავთ. კი არის ძალიან ბევრი გენიალური ხალხი ცხოვრობს და ათენელები ფულს უხდიან მოქალაქეებს, რომ გამოცხადდეს ახალ კრებაზე. მართლობაში სამი ობოლი იყო, არ იყო ბევრი, მაგრამ ამიშველობა აქვს. მაგრამ ნუ მაინც ამ შემთხვევაში ამ კრიზისის პერიოდში ეს საბედისწერო გადაწყვეტილება. თან ამ ყველაფერს აი თუ კიდე აღწერს დეტალურად რაც არის საინტერესო, ანუ ის აქცევს ისე დეტალებს ყურადღებას, რაც შეიძლება ჰეროდოტეს გამოეტოვებინა მაგალითად. თუ ჰეროდოტესთან უფრო აი ეს რაღაცა გმირობებზეა აქცენტი, ბრძოლაზეა აქცენტი, იმაზე რომ აი რაღაცა თეთრსა და შავ შორის ეს ბერძნებსა და რაღაც ეს ორკებივით მომავალი მორდორის ლაშქარს შორის ხდება ეს ბრძოლა, ხო, ბერძენ სპარსელთა ომებში და შემდეგ აი აქ სხვანაირად გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, აქ თვითონ ბერძენს ებრძვის. თანაც თვითონ თუ კიდეს წარმოდგენა სპარტელებსა და ათენელებს მიერ თითქმის თანაბარი არის გარკვეულწილად მის დამოკიდებულება და რაღაცნაირად ეს ყველაფერი უფრო რეალობის ჩარჩოში ბრუნდება. განსხვავებით ბერძენ სპარსელთა ომებისაგან, იმიტომ რომ ბერძენ სპარსელთა ომებში ჰეროდოტეს დაწერილი რიცხვების თუნდაც მილიონიანი არმიები და შემდეგ ეს არის აბსოლუტურად მითოლოგიური სიუჟეტი, რომელშიც უბრალოდ ბერძნები თავისუფლებისთვის მებრძოლები იმარჯვებენ აი აღმოსავლეთზე, ხო, რაღაც აზიურ იმპერიაზე, რომლის ფაქტობრივად აი ეს ფენომენი, აი აზიური იმპერიისა, რომელიც არის უზარმაზარი მრავალმილიონიანი უზარმაზარი არმია ყავს, ეს არმია მონებისგან შედგება ძირითადად რაღაცა სხვა მულტიეთნიკურია და შემდეგ აი ჰეროდოტეს კონცეფცია გარკვეულწილად და აქ არის ძალიან რეალისტური არის, რეალურად ომი როგორც არის უფრო მეტად და უკეთ აღწერს, ყველგან ეძებს აი მიზეზ შედეგობრივ კავშირებს, ეს რაღაცა ღვთაებრივი ნება, ღმერთებმა თქვეს, ორაკულმა თქვა, დელფომ თქვა ძალიან შემცირ თითქმის არ არსებობს აქ. ეხლა რომ უყვებოდი სხვათა შორის ის მორდორზე, ეს ძალიან ცნობილი ფილმი როა 300, მისი ესთეტიკა ჩემი აზრით ეხლა ის რეჟისორს და პროდიუსერს არ უთქვათ, მაგრამ დიცილავ ჰეროდოტესეულ ის როგორც მოყვებოდა და როგორც წარმოიდგენ ეგრე არის გადაღებული, ხო? იმ ტექსტის სული მოყვება. კი, ნამდვილად თვითმეტესად თერმოპილეს ბრძოლას შესახებ რო გითხულობ, ხა ჰეროდოტეს ალბათ თუ კიდეს ვაღეწერა უფრო საქმიანი იქნებოდა ეს ყველაფერი რა. უფრო საქმიანი მის ჰეროიზაცია ამობის, ხო, ხა თერმოპილესთან რა მოხდა, რამდენიმე დღე გააჩერეს. ანუ მისი სამხედრო თუ კიდეს შეიძლება ეს ყოფილიყო რაღაც პატარა სამხედრო შეტაკება და გავიარეთ არაფერი და ისე როგორც ისტორიკოსი, როგორც პროფესიონალი, როგორც
მაღალი კლასის სამხედრო, როგორც კაცი, რომელსაც ძალიან სოლიდური სამხედრო ამოცანები შეუსრულებია, კაცი, რომელსაც პოლიტიკური წონა აქვს, კაცი, რომელსაც საკმაოდ სოლიდური გავლენების თუ კონტაქტების ოჯახიდან მოდის. თუ კიდე ეს შეუდარებლად უფრო წინ არის ვიდრე ჰეროდოტე, მაგრამ ჰეროდოტე ამ თავისი თხრობის სიმარტივით, თხრობის მრავალფეროვნებით, თხრობის მხატვრულობით, აი ამ მასში არის ეთნოგრაფია, გეოგრაფია, სხვადასხვა ხალხის წესჩვეულებებს აღწერს, სამყაროს აღწერა, ბევრად უფრო კარგად იკითხება მარტივად. და ბევრად უფრო დიდი გავლენა იქონია მხატვრულ კულტურაზე. და ბევრად უფრო მეტად შემორჩა კინო იქნება თუ მხატვრობა იქნება, მისი სცენები, მისი ამბები უფრო მეტად იპოვა ახალი სიცოცხლე, სხვადასხვა ხელოვნება იქნება, ისტორია იქნება, მაგრამ მეტად გაჩნდა შთაგონების და ინსპირაციის წყარო. ხო, თუმცა აი როცა ჩვენ ეს დავკვდი, თუ კიდიდეს უფრო მეტად ისტორიკოსებზე არანაკლებად პრინციპში პოლიტოლოგები იყენებენ ხოლმე. ანუ პოლიტიკურ თეორიაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს თუ კიდიდესეული პელოპონესის ომის კონცეფცია ზოგადად, ხო? ეგრე იყო, რა ქვია, დონალდ ტრამპი რო იყო ჩინეთში ჩასული, იქ ახსენეს ეს პელოპონესის ომი, ხო? ომი როცა ორი დიდი ძალა ერთვება ურთიერთგამომფიტავ კონფლიქტში, სადაც გამარჯვებული არჩერთი არ შეიძლება იყოს, ანუ იქ ახსენა, მაგრამ ხაფანგად ახსენა და თუ კიდე სხვადასხვა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ომი, ასე თქვი, რომ არ წერსო ათენური პერსპექტივიდან და იმიტომ არ წერს ჩემი აზრით, რომ ხვდება ეს ომი ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული. და ეს ომი არ შეიძლება იყოს, არ შეიძლება კარგად დამთავრდეს. ანუ მთლიანობაში აღიქვავს და ეს მასშტაბს რადგან ხვდება ამ ომის, ხვდება რომ იქ ტექნიკური გამარჯვება რომც მოიპოვო, რეალურად ეს სტრატეგიულ დონეზე მარცხი იქნება. ის ეხა თუ კიდე როცა იწყებს წერას, მაშინ ჯერ ომი მიმდინარეობს, ხო? ანუ პარალელურად წერს. და ის თავიდანვე ამჩნევს, რომ როგორი სტილის ომი იქნება, რა მასშტაბის, რა მნიშვნელობისა და რატო აღწერს ამას, რომ იძახებს, რომ ეს ომი უნდა დარჩეს ისტორიას, ხო, რაღაც მნიშვნელობის არის. აი სხვა შემთხვევაში არის ხოლმე უკვე დასრულებული ომების აღწერის დროს ეგ, მაგალითად ტიტუს ლივიუსი რომ პუნიკურ ომებს აღწერს, ისე გამოვიდა, რომ მე ვიწყებო ყველაზე დიდი ომების აღწერასო, რომელიც მომხდარა ისტორიაში, ეს არის პუნიკური ომებიო, ხო? ანუ კართაგენთან ომები, მაგრამ აი თუ კიდე რომ თავიდან ცნობს ამას, მის ანალიტიკურ აზროვნებაზე და ცოდნაზეც მეტყველებს გარკვეულწილად, რომ აი მან უკვე წარმოიდგინა სცენარი მომავალში, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ იცის რომ ათენი ძალიან ძლიერია, ფლოტი ყავს იმხელა გავლენა აქ დელოსის ლიგას შემდეგ და სპარტაკი და სამხედრო თვალსაჩინო უძლიერესი იყო ხმელეთზე, ხო ამ შემთხვევაში და ნუ ეს რაღაცნაირად იცი როგორ არის დაახლოებით თავიზოზე მე ნაპოლეონურ ომებში აღნიშნავენ ხოლმე რომ საფრანგეთსა და ინგლისის შორის ბრძოლაზეა ხოლმე ეს რომ ვეშაპისა და სპილოს ბრძოლა არისო და აქაც დაახლოებით ორი ეგეთი თემა არის ათენი როგორც საზღვაო ძალა და სპარტა როგორც სახმელეთო ძალა, თუმცა აი ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ სპარტის სახმელეთო ძლიერება ჩემი აზრით გაცილებით უფრო გაბუქებული არის ვიდრე რეალურად ეს იყო ხოლმე. იმიტომ რომ თუნდაც აი ბრძოლებსაც დავაკვირდებით სახმელეთო თუ ეს თანაბარ პირობებში მიმდინარეობს, აი ვერ ვიტყვით რომ სპარტას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა იგივე ათენთან ან თებესთან ან სხვა ქალაქებთან შედარებით ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილები იყვნენ ამით, ხო, რაღაცა მისა. ამიტომაც აი არის ეს საინტერესო წიგნი, შესაძლოა ქვია Bronze Lie ქვია, ანუ ბრინჯაოს სიცრუე, რომელიც არის აი ზუსტად მაგაზე აგებული, რომ სპარტა გარკვეულწილად აი ამ 300 სპარტელის თემამ თერმოპილეს ბრძოლამ და შემდეგ უფრო წარმოაჩინა ისეთად რომ აი ბევრად დომინანტი იყო სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე რეალურად შეიძლება ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხა რა თქმა უნდა მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე ჰეგემონური ის იყო. მაგრამ როგორ არის, როგორ მიატრიალებ სპარტა უშუალოდ სპარტა თუ სპარტა რომელიც აკონტროლებს თელ პელოპონესოს. ანუ პელოპონესის ნახევარკუნძულის კონტროლი ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ყველაზე ესეთი რესურსებით, მათ შორის ადამიანური რესურსით მდიდარი მხარე. შესაბამისად, სპარტა, რომელსაც აქვს იმისი უნარი, რომ მთელი ეს ნახევარკუნძული თავისი ლიდერობის ქვეშ გააერთიანოს, ეს სხვა მასშტაბის ერთეულია. მეორე მხრივ, თან ძალიან საინტერესო არის, რომ
ხშირად ხდებიან ხოლმე ეს შეიძლება აღქმა იყო და არ იყო რეალობა მაგრამ აი სპარტა ათენურ შიდა პოლიტიკაში ფაქტორი არის ხშირად მაგალითად ის კლისთენესის რეფორმები რომ სანამ ათენში დემოკრატია მყარდება ხო და ამ დროს ეს ჰიპიასის ტირანია და ჰიპარქოს გააძევებენ და აქ ჩვენ სულ სპარტელებს ხედავთ რომელსაც ათენის შიდა პოლიტიკაში თავის ინტერესები აქვს პირიქით არასოდეს არ გვინახავს რა ათენელებს რომ სპარტაში იქონდეთ მგონი იმდენად განსხვავებული სისტემა ჰქონდათ სპარტელებს რომ ათენური ის ვერ შეაბიჯებდა თუ შეაბიჯებდა უნდა შეაბიჯებინა აი არასპარტული მოსახლეობა რაც იყო იმის ხარჯზე რაც ძალიან ძნელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ ისინი ძალიან დაბა უფლებოები იყვნენ მაგისტრის ათენი მაგის შეძლებას იძლეოდა უფრო მეტად რომ იქ შენი ინტერესები თქვათ რაღაც ზონაზე შეგეჟონა და სპარტაში თითქმის წარმოუდგენელი ხო ანუ რასაუბრობთ ბერდენ პელოპონესის ომის დროს გეთახმები და ისევ აი სპარტა რადგან პელოპონეს ამ ბევრ რესურსებს აქვს დიდ რეგიონს აკონტროლებს და ისეთი ძალა აქვს რა აი ომის დროსაც რო კითხულობ ათენელებს რაღაცა სპარტელები სულ იმედი აქვთ რა აი რაღაცა მარათონის ბრძოლის დროს სულ თხოვენ დახმარებას იონიელების სპარტელები მაინც და მაინც ცოტა არ უყურს და ფეხს ითრევენ ხოლმე არ უყვართ ანუ სპარტა არც ერთ თავის თავზე ზრუნავ განსაკუთრებით სპარტა თან ისეთი გეოგრაფია აქვს სულ ბოლოშია რა ანუ მის სპარტელებმა ჯერ ყველაფერი უნდა დაიგავონ და დაიპყრო რომ ჩაახციოს სპარტამდე ამიტომ რაღაცა თავი ქუჩი აქვს ხო სხვისი ჭირი ღობეჭქირია რა სპარტელებისთვის ჯერ აიწრიეს ფეხი და იგივე სალამისის ბრძოლა და იგივე პლატიას ბრძოლა ხო როგორ ხდება ანუ სალამისის ბრძოლა თემისტოკლესმა ყველაფერი იქნა თქვა რომ ძალიან ხატრულად აღწერს პლუტარქეც მერე რომ ყველაფერი იქნა იმისთვის რომ ეს ომი ყოფილიყო ათენთან თორე სპარტელები ამბობდნენ რომ ბატონო ვიომო აქ ჩავიდეთ მოდი ის ისთმოსის ხელი ის ვიწრობს იქ დავამაგროთ ჩავკეტოთ და იქ ვიომოთ და ათენ თემისტოკლეს რა თქმა უნდა არ უნდა რომ თავისი ქალაქი თავისი მხარე თავისი რეგიონი მიაბაროს ათენელებს და მისი პირადი დამსახურება და იქ ძალიან ცნობილი ევრიბიადეს ქვია მე მგონი სპარტელი მეთაურია რომ იმას დანიშნავენ იმას ნიშნავს მაგრამ ამან დაარწმუნა მაინც ის რეუნება რომ დამარტყი თუ ოღონდ მომისმინე ხო ის რაღაცა ფიზიკურ შეხლა შემოხლამდე მივიდა მათ შორის დაპირისპირება სპარტელები თავისებური ხალხი არის კი ხო და ანუ აქ ახლა პელოპონესის ომის დროს მე მგონია რომ ნაკლებად იბრძნობა შედარებით უკვე ეგ იმიტომ რომ თითქოს აი სპარტას დროთა განმავლობაში აი იმ რაღაცა თავისებური ძალიან კონსერვატიული წყობიდან ნენელა გამოდის აი თუნდაც ის რომ თავის ძუზე სპარტელები რაღაც უცნაური მარტო იმის ბრინჯაოს მონეტებს რო ჭრიდნენ და შემდეგ მე უკვე უქრო და ვერცხლიც ჩდება გარკვეულ სიმდიდრეც აღწევს იგივე ლისანდრე და ასე შემდეგ ის სპარტელი მეთაურები რომლებიც იმ პერიოდში არიან ძალიან საინტერესო ფიგურები არიან იკვეთებიან რომელთაც აი დიდი პოლიტიკური ის აქვს გავლენა აქვს და სხვადასხვა იგივე ლისანდრე განსაკუთრებით აღსანიშნავია თვალსაზრისით რომ აქვს ერთ საინტერესო გამოთქმა რომ ბავშვებს სათამაშოებით ატყუებენ უფროსებს ფიცითო ანუ ეს გარკვეულწილად აი მაკიაველისტური მომენტებით შემოდის თუ კი დიდესთან ხო რაღაცა მხრივ რომ აი მიზანი ამართლებს საშუალებას და სპარტელები როგორ უდგებიან ამ ომს და ბოლოს რითი იგებენ სპარსეთის მონაწილეობით ხო მან ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კაცი და ჩვენ მე მგონი ბოლოს გეწავალთ იმიტომ რომ ისე სხვა ამბები გაგვახსენდა რაც არაფერი არ მიცემია შენთან ერთად მაგალითად საუბარს არის პავსანიასი არის კაცმა რომელმაც მოიგო პლატიას ბრძოლა ანუ აი ბერდენს პასტელს ომებში აქვს რომ სამი დიდი გადამწყვეტი ბრძოლა არის სამი მარათონი პირველი ლაშქრობის დროს და სალამისი და პლატია მეორე ექსერქსის ლაშქრობის დროს და ეს პავსანიასი ანუ სპარტელი მოხელია მაგრამ მერე სპარტელები რო ამჩნევენ რომ ათენი ძალიან ძლიერდება მოკლედ პავსანიასმა დაიკავა ბიზანტიომი მერე რო კონსტანტინოპოლი ხდება და მერე კი დღეს სტამბულია ის ქალაქი და ეს რო დაიკავა ისე გაუტკბა მოკლედ მოეწონა რა გადაწყვიტა რომ გახდეს მეფე იქ ანუ სპარტელი მოხელე გადაწყვიტა რომ გადაკვალიფიცირდეს ადგილობრივ მმართველად ისე რომ აქ გამაგრდა ბიზანტიონში და ეხლა ვინ შეიძლება ამის მეფობის ანუ ერთმართველობის რა რომ ეს თავისი ქალაქი თავის შუაზე მართოს ვინ შეიძლება ამას ხარი დაუჭიროს რომ სპარტა ამას ხარს არ დაუჭერს ათენი კონკურენტია მით უმეტეს არ დაუჭერს და სპარსელები ეხმარებიან და მე აღწერილია რომ საერთოდ სპარსული ტანსაცმელითო დადიოდაო ეს პავსანიასი კაცმა რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება შექმნა სპარსელების წინააღმდეგ და ცოტა ხანი იყო მეფესავით რა მინი ბიზანტიონის მეფე იყო და ძალიან სპარსელების მხარდაჭერა თუ სპარსულ თარგზე სპარსულ ყაიდაზე გადავიდა
და მე ათენელები გამოაგდებენ ამას ბიზანტიონიდან დაამარცხებენ, იმიტომ რომ ზღვასთან არის და ხა ათენი არ დაუშვებს რომ ეს სრუტეების მაკონტროლებელი პუნქტი არ იყოს მისი და ეს პოსანიასი მე გინდა არ გინდა ბრუნდება სპარტაში და იქ თავს იმართლებს რომ ნუ რაღაცა არ მინდოდა ესე გამომივიდა და იქ დასჯიან, მაგრამ აი ძალიან ეს ბერძნული ფენომენია რა. ძალიან კრიტიკულები არიან ეს კრიტიკული აღქმა აქვს სამყაროსი, კრიტიკული აღქმა აქვს ადამიანების, რომ ყველა ლიდერს მარათონის ლიდერს, ვინც მარათონი მოიგო მილტიადესი, სალამისი ვინც მოიგო თემისტოკლესი და ჩემი საყვარელი ბერძენი ისტორიული ფიგურა, ხო, ანუ მთელი ათენის კონცეფცია შექმნა. იგივე პავსანიასი, ვინც ამ პლატიასთან ბრძოლის მთავარსარდალი არის, სამივე დაასრულა ძალიან ცუდად, ან გააძევეს, ან დასაჯეს, ის მილტიადესმა საერთოდ ფეხი მოიჭრა, ანუ ეხლა ჩვენ რეალობაში ხო წარმოვიდგენთ რაღაცა დიდგორი რაღაც გვახსენდება და ჩვენ უფრო რაღაცა ერთი ეგეთი გამარჯვების შემოქმედი რო ხარ, მე მთელი ცხოვრება ეს ავტორიტეტი და სახელი მოყვება და არა, ბერძნულ რეალობაში ბევრი ძალაუფლება და ბევრი გავლენა არის ძალიან საშიში ფენომენი ერთი და ეს შიდა პოლიტიკური დუღილი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან კრიტიკულად უდგებიან ლიდერებსაც და კრიტიკულად უდგებიან ამბებსაც ანალიტიკურად და აქედან მივდივართ მე რომ ისტორიას კარგად წერენ. ხო, აი ერთი კითხვა რომელიც გამომჩა და მაგით შეგვიძლია მეცეში დავამთავროთ. ჩვენ ვისაუბრეთ რომ აი ბერძნებში რატო განსაზღვრა აი იმ გარემომ მათმა კოლონიზაციამ მას შემდეგ ყველაფერმა რომ ისინი ისტორიას წერდნენ და ქმნიდნენ. ფინიკიელებში რატო ვერ მოხდა იგივე შენი აზრით? ძალიან ისეთი კარგი კითხვა და რომ ფინიკიური წყაროები ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს. კართაგენის ისტორია, მithumetes კართაგენი ამ ხელა საზღვაო ძალაა, ხო? და რომაელებისგან ვიცით ყველაფერი და არა ფინიკიელებისგან ამ ეს კართაგენული კულტურას თითქმის არ არსებობს, მიხედავთ რომ უდიდესი სანამ რომი არ შეიწირავდა, იქამდე იყო უდიდესი პოლისი და უდიდესი პოლიცია, ქალაქ სახელმწიფო და იგივე ბიბლოსი, ტიროსი, სიდონი. ზუსტად მაგ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. რთული კითხვა არა, იმიტომ რომ ფინიკიელები არიან ვაჭრები, ბერძნებამდე ფლობდნენ ისინი მთელ სამყაროს და იქ რაღაცა არ ვიცით ზუსტად, მაგრამ ლეგენდებია რომ აფრიკას წრე დაარტყეს და ასე შემდეგ. ანუ ისინი სხვა სივრცეებს ითვისებენ. ისინი ძალიან დამოუკიდებლები, ის ალექსანდრეს რო ხვდებიან ტიროსში, ძალიან ცნობილი ის არის, ხო? და სპარსული იმპერიის შიგნითაც მათ დამოუკიდებლობის როგორც იონიურ ქალაქებს. საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. ანუ ეს არ არის ეხლა ჩვენ იმპერიას რო ვამბობთ, სამ წარმოიდგინოთ თანამედროვე ტიპის თანამედროვე სისტემა რო ფუნქციონირებს და ყველა ერთ კულტურაზე ერთ რელიგიას დენოზება. ხო არა, მულტიეთნიკური გაერთიანება არის. და მისი პოლიტიკური დამოკიდებულებების ხარისხი არის ძალიან განსხვავებული. ანუ ამ კითხვაზე ესეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხი რატო არ გვაქვს ჩვენ ლიტერატურა, ესეთი არ გვაქვს. ანუ ყველა ეს სხვა არა და ამბანიც მათ შექმნილია. ამბანიც არის ბერძნული ამბანი არის ფინიკიურის მიხედვით. ფინიკიელები ამ ამბანს იყენებენ საქმიანი მიზნებისთვის და ბერძნები დაიწყეს საქმიანთან ერთად ხატრული მიზნებით ალბათ მაინც ამ აღმოსავლურმა კულტურამ და მათმა შეხედულებებმა სამყაროზე თუნდაც აი რელიგიურმა ფაქტორმა და შემდეგ სავარაუდოდ სხვანაირი შეხედულება ჩამოუყალიბა მაინც. ისე ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს. შეგვიძლია ვიფიქროთ ვიმსჯელოთ, ერთ-ერთი რაც ძალიან ბერძნულია ეს არის ბერძნებს აქვს ძალიან ტკბობის ხელოვნებაც. ანუ ძალიან უყვართ დღესაც საბერძნეთში ძალიან კაი დროის ტარება იციან, ძალიან უყვართ ცხოვრებით ტკბობა. ძალიან მაგრად. ანუ აი ამ ანალიტიკურობასთან ერთად ეს რაღაცა მებრძოლი ხალხია და ბერძენი მებრძოლები მართლა იმ ეპოქაში ძალიან მაგრა იბრძვიან და ფალანგა ისეთი დასამარცხებლად რთულია. ზღვაოსნები არიან, ანუ ისეთ მაშინ ზღვაში გადიოდი 50-50 იყო და ბრუნების შანსი ხოლმე და ამ ეს ხალხი ბედავს რომ ეს ამდენი რაღაც გააკეთოს, ხო იაროს. ამასთან ერთად აი ეს როგორ თქვა, ცოტა ხინი თუ ცოტა ნადიმი თუ ანუ კაბობაი ეს ფილოსოფიური დიალოგები ხო ეს პლატონი ხო რეალურად ყველაფერი ხდება ნადიმზე. ეს ხდება ნადიმზე, ეს რაღაცა წამოგორებული ხალხი ერთმანეთში რაღაცეებზე ლაპარაკობენ, სამყარო როგორი იყო, სუფრის აკადემია ბერძნები. სუფრის აკადემია, მართლა ეს არ არის ვიღაცა ძალიან ჭკვიანი კაცი რომ დაჯდა და იფიქრა. ერთი ეპიზოდის იდეა დამებადა. გერმანელი ფილოსოფოსები რო არის, ხო, ხო. ყველა რაღაცნაირად აი ცხოვრებაზე საკუთარ თავში ჩაფიქრებდი, აი სიმძიმე ძალიან მიყვარს გერმანული წერლობა, რა რაღაც აი სიმძიმე მოყვება, ყველა ფიქრობს და ძალიან ბევრს ფიქრობს და
ბერძნებს ეს ცოტა სილაღე აქვს. ოღონდ ეს არ არის სამეცნიერო თეორია, რაც მკითხი ამაზე. არის ხმელთაშუა ზღვისპირული ხასიათი. ხმელთაშუა ზღვისპირული ეს ამათი ეს ლექსიც არის თუ იგივე მაგით ანუ ლიტერატურაც თუ ისტორიაც მათთვის ერთი მხრივ არის მათი ანალიტიკურობის და სამყაროს აღქმის გამოწახი და მეორე მხრივ რაღაცა აი ტექსტით ტკბობაც უყვართ და ეხერხებათ და შენ თუ ნახსენე ხო რაღაც ძალიან ხშირად ეს არის საზოგადოებისთვის ანუ სიტყვით თამაში მათ უყვართ და გამოსდით კიდეც და შეიძლება ესეც იყოს არ ვიცით ეხლა ჩვენ ამაზე ესეთი არ წამიკითხავს რაღაც კვლევა რომ რატო ფინიკიელებს ბერძნებს საინტერესო კითხვაა საინტერესო კითხვა არის კი თქვენ ფინიკიელები ძალიან საინტერესო არიან და არიან იმაზე მეტად შესწავლას იმსახურებენ ვიდრე ჩვენ ვიცით ვიდრე ჩვენ ესეთ კი ნამდვილად აი მე მაგალითად ვისაც საინტერესებს ხომ ყველას ურჩევ იუ მაკდონალდის წიგნები წაიკითხოს ფინიკიელებზე და კართაგენზე განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს არის ამ მომენტისთვის ჩემი აზრით საუკეთესო ავტორი ვისაც ასევე ძალიან კარგად შეუძლია პოპულარულ ენაზე მოგაწოდოს ინფორმაცია აი ამ დიდ ცივილიზაციაზე რომელიც არსებობდა და რომელიც იყო პარალელურად ბერძნებისა და თავარი მეტოქეც ამავე დროს ზღვაზე ხო ზღვაზე თავარი მეტოქე ნამდვილად დავიწყეთ თუ კიდე ჰეროდოტეს და ფინიკიელებამდე მივედით ბოლოს ასე რომ რაღაცნაირად თითქოს სამომავლოდ კართაგენზე ეპიზოდის არ იქნებოდა კართაგენიც მეტყურადღებას იმსახურებს კი მეტყურადღებას იმსახურებს თუმცა ომი ჰანიბალთან გვაქვს დავიზრდეთ ომი ჰანიბალთან ჩემს საყვარელი წიგნის სახელწოდების გამო უნიკურ ომებზეც გვისაუბრია უბრალოდ აი როგორც კართაგენი პელოპონესის ომზეც გვისაუბრია და ბერძენ სპარსელთა ომებზეც ამიტომ ამ ეპიზოდს მიაბით და რაღაცა ციკლი გამოვა მთლიანი ანუ ჰეროდოტე თუკიდიდე და მე ბერძენ სპარსელთა ომები და პელოპონესის ომები და შეადარეთ მე ერთმანეთს ესენი მგონი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა მე ძალიან მისიამოვნე ანტიკურობაზე საუბრით დიდი მადლობა გიორგი არ დაგავიწყდეთ წარე პოდკასტის გამოწერა და მოწონება ვიდეოების და მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით დიდი მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა ჩვენ სვენელს და მაყურებელს ნახვამდის ნახვამდის